ისე სანამ ეთერში ვიყავით, რამდენჯერ ვეხვეწებოდი ზურაბ ჯაფარიძეს მოდი სტუმრად და ვერ მოვიტყვეთ. აი თუნდაც არ მიდის მუჰამედები მოვიდნენ პასტორ. და მადლობა მას პინძლობისთვის და ისე რატო არ მოდიოდი? არ დავდივარ ეთერებში. YouTube პლატფორმა უფრო შინაურულია, ხო? ნუ ერთი განსხვავება ის არის, რომ აქ ბევრად მეტი საუბარი შეგიძლია და ბევრად რაღაცა მეტი დრო შეგიძლია რაღაცებს დაუთმო და გაშალო ნებისმიერ რაღაცა, მაგრამ თავარი მიზეზი ეგ არის, თავარი მიზეზი ის არის, რომ ვინც დადიან ახლა ეთერებში, ჩემი აზრით ყველა გადაქცეული არის პოლიტიკურ ანალიტიკოსებად და რაღაცა ანალიზებს აკეთებენ, ეს რატო ხდება, ის რატო ხდება, ბიძინას რა უნდა სინამდვილეში, ის რატო თქვა კობახიძემ და ეს რაღაცა და მაგას გონია რომ გია ხოხაშვილიც აკეთებს და მე მგონი რომ პოლიტიკოსებისგან ადამიანები ელოდებიან გამოსავალს და გამოსავალზე საუბარს როგორ მივდივართ გამარჯვებამდე ეგ არის ჩემი თავარი კითხვა რომელსაც პასუხი უნდა გაცეს პოლიტიკოსმა და ნუ მაგ კითხვაზე ჩემი პასუხი არის ის რომ მე ამჯერა რომ რაღაცა დიდი კონსოლიდაციის ძალების გაერთიანების პირველში ინტელექტუალური რესურსის გაერთიანების გარეშე რამე არის შესაძლებელი ხო ამიტომ მაგ ნაწილში გაჩერებული ვარ მივიდე და უბრალოდ ანალიზები ვატარო და მოვუყვერო ეს ამიტომ ხდება ის იმით ხდება მაგას შინაარსი არ აქვს ჩემს გარეშე ჩართება ნებისმიერი იგივეს მოყვება შესაძლებელი არის თუ არა ჯერჯერობით არის შესაძლებელი რომ იყოს გაცდებით თამამად მივიდოდი მეც და დავიწყებდი რაღაც საუბარს არა მე წლებია მაგაზე ლაპარაკობ არჩევნებამდეც კი საპარლამენტო არჩევნებს მანამდეც კი ჩემი პოზიცია ეგ იყო რომ ხედავდი საით მიექანებოდა ეს საბოლოო ჯამში ეს რეჟიმი და რომ გამოსავალი იყო ძალების კონსოლიდაციაში მაგრამ ნუ დღემდე გადაუწყოთ რამოცანად რჩება ბევრი სხვა ფაქტორების გამო ამიტომ მე ვერ ხედავ არ არსებობს ეგეთი ძალკე აღებული ერთი რომ რაღაცა ძალა რომელიც იტყვის რომ რაღაცა აი ხა ესე უნდა წავიდეთ და გავაკეთოთ და რაღაცა ხალხის გვასავით გაყვება გამორიცხული ამიტომ ერთადერთი გზა მგონია მინიმუმი ანუ იმას კი არ ვიძახი რომ ეგ თუ მოხდება უეჭველი მოგებული გვაქვს ხვალზე მაგას არ ვამბობ კაცმა არ იცის მაგრამ იმას ვიძახი რომ არის მინიმუმის მინიმუმი რაც არის გასაკეთებელი რომ რაღაცა ძალა გამოჩნდეს ის გამოჩნდეს რომ რაღაცა ერთმანეთთან რაღაცების შეთანხმება შეგვიძლია და რაღაცების მართლობა გადაწყვეტა შეგვიძლია. აი გამოსავალზე რომ კითხებიან ოპოზიციის ლიდერებს, ბევრს არ მოწონს ეს შეკითხვა და ამბობენ რომ მოდით ოპოზიციის კრიტიკას შეეშვით და სულ რეცეპტს და გადარჩენის ფორმულას ნუ გთხოვთ და სწორია ეს დამოკიდებულება? არა, კრიტიკა არ არის პრობლემა ჩემი კრიტიკა ძალიან ნორმალურია პირიქით ხა თუ რაღაცა არჩევნებს საზოგადოება ცოცხალია და იბრძვის ეგ არის ის რომ კრიტიკა არსებობს და კრიტიკას არ არის პრობლემა. ერთმანეთს ლანძღვა და გინება არის პრობლემა თორე კონკრეტული ნაბიჯების და კონკრეტული ხედვების კრიტიკა პირიქით სწორია. საბოლოო ჯამში აღარ როგორ უნდა მივაგნოთ სად არის გამოსავალი და სად არის სწორი გზა თუ არ გავაკრიტიკეთ რაღაცა ხედვები ერთმანეთს. ეგ არ არის პრობლემა. პრობლემა არის როცა ძალიან ნათელია და ხელის გულზე ჩანს რომ განსაკუთრებით როცა პოლიტიკური პარტია მეორე პოლიტიკურ პარტიას ლაპარაკობს, როცა მიდის ლანძღვა და თათხვა და გასაგებია რომ აქ გამოსავლის ძებნა კი არ არის მიზანი, არამედ რაღაცა საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერა ვიღაცის რაღაცა არ ვიცი, დამცირების თუ რაღაც ხარჯზე, ხო? ეგ არის პრობლემა, ეგ არის რაც ხალხში აჩენს მე ნიჰილიზმის გზნობას და მე ადამიანები გეუბნებიან რომ რავი ხა თუ ვერ ახერხებთ, რავი. აი, ესეთ კრიტიკულ სიტუაციაშიც კი როცა ყველა გვეუბნებით რომ იკითხარეს რუსეთია და რუსეთს ებძვით, თუ ამ ესეც კი არ არის ისეთი ფაქტორი, რომ თქვენ გადააბიჯოთ რაღაც საკუთარ რაღაცებს და რაღაცაზე დაждეთ, შეთანხმდეთ და მოილაპარაკოთ და მე გაგვაგებინოთ რას აკეთებთ, ხო, მაშინ რატო უნდა გამოყვე, რატო უნდა გენდო, ხო, რა, ძალიან ისეთი ლოგიკური და ბუნებრივი კითხვა არის. აი, ეგ იგრძნობა თორე. კრიტიკა რა პრობლემა არის? ანუ რა, მე მგონია რომ გამოსავალი არის. ჩემს ხრიდან, აი ქუჩიდანაც რო არის ლაპარაკი, რომ შემდეგ რა იქნება. სწორია ეგ. იმიტომ თავარი კითხვა ეგ არის. აუ, სინამდვილეში ადამიანებს აინტერესებთ ეგ, სად არის პოლიტიკოსისგან. ადამიანებს აინტერესებს ეგ. ეხლა ამ სიტუაციაში როგორ მივდივართ გამარჯვებამდე. ეგ არის თავარი კითხვა, რომელზეც პასუხი ჯერ არ არის გაცემული და რომელსაც პასუხის გაცემას ბევრი გაურბის. ურჩევნიათ ილაპარაკონ ბევრ სხვადასხვა არათუ უმნიშვნელო არა, მნიშვნელოვან, მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვან რაღაცებზე, მაგრამ არ გაცემ მაგ თავარ კითხვას პასუხი. ან პასუხი არის ის, რომ ნუ რა ვიცი, აი ესე გავაგზავნოთ და სადღაცა მივალთ. სურა, მე მგონი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარკვეულწილად თანმიმდევრულობასაც, ხო? ჩვენ ახლა ინტერვიუც დავიწყეთ არასტანდარტულად, რაც შენთვის ძალიან დამახასიათებელია. ჩემი კითხვა არის ასეთი: სად გაქრა ის ზურაბ ჯაფარიძე, ვისგანაც ყოველთვის ველოდით არაორდინალურ, კრეატიულ, მოულოდნელ გადაწყვეტილებებს, ნაბიჯებს. შეიძლება თქვენ ეთერში არ მოდიოდით, მაგრამ
თქვენი პერფორმანსი ან საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმა გქონდათ მოძებნილი ისეთი, რომლითაც იყავით გამორჩეული ყველასგან, გამორჩეული გულწრფელობით, მიდგომებით, ნოვაციური იდეებით და მათ შორის არაპოპულარული, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველასთვის აღსაქმელი და სწორ გადაწყვეტილებამდე მისასვლელი აზრებით. სად არის ეს ზურა ჯაფარიძე? აღარ არსებობს ეგეთი ზურა ჯაფარიძე. ეგეთი არ ზურა ჯაფარიძე არსებობს და ეგეთი აღარც გიჩი აღარ არსებობს და მაგას თავის მიზეზები აქვს. ანუ როცა მაგ რაღაცებს ვაკეთებ, მაგის კეთებას სჭირდება შესაბამისი განწყობა. ეგ ხო განწყობის ამბავი. ან როგორ ვაკეთებდით იმასაც ვაკეთებდით, იმიტომ რომ რაღაცა გქონდა ეგ ხალისი და ეგ განწყობა რომ დაჟდარიყავით და რაღაცა მოგვეფიქრებინა და გაეკეთებინა. არ ვართ ეხ ვერ შეადარებ დღევანდელ საქართველოს 2015 წელს და 2016 წელს და კიდევ 2017 წელს, კიდევ 2019 წელს ვერ შეადარებ. სხვა რეალობაში ვართ, ანუ ყოველ შემთხვევაში მე ესე ყურებ, ესე აღვიქვამ და ჩემთან ერთად ვინც არიან ის ადამიანებიც ესე აღვიქვამენ ამას. გაიზარდეთ თუ არა რეალობა არის სხვა, ანუ მათქობ თავარი ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი იყო იუმორი. რო შეგეძლო კიდე გვერდზე გამგარიყავი და გვერდიდან ყველაფერზე გეღადავა, ყველაფერზე და ყველაზე გეღადავა და მაგითი გეთქვა რაღაცა სიმართლე. ეხლა არ მაქვს განწყობა, ანუ ეხლა ვართ გადარჩენის რეჟიმში, ჩემი აზრით, მთელი ქვეყანა არის ეხლა გადარჩენის რეჟიმში. თვეების ამბავი არის, რომ რაღაცა სამოქალაქო სექტორს 50 ჩერებენ საერთოდ მედიაში რამდგომრებად ჩემზე კარგად იცით. თქვენ პოლიტიკურ პარტიებს არ აპირებდნენ ხა მეგრ წოდებული ადგილობრივი არჩევნებამდე აკრძალოს, ეხლა თქვენს რომ მერეო, მაგრამ გადაშება ქონდა მანამდე, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც აქტიურია და ვინც ვიში შეიძლება საფრთხე დაინახონ, ვინც ვიში შეიძლება დაინახონ, რომ ეს მართლა უპირისპირდება რეჟიმს, შეიძლება პოლიტიკურ საქმიანობას აუგზავნებენ. ხო და ხასიათი ხო გინდა მაგის, რომ ეხლა გამოხვიდე და რა თქმა უნდა, ეხლა მე რომ შემეძლოს დისტანცირება აქედან, რავი, ვიღადავებ ყველაფერზე შემიძლია ღადაობა, მაგის პრობლემა კი არის, მაგრამ არ მაქვს მაგის ხასიათი, ხო რომ ამიტომ წავიდნენ ბიჭები, იცოდნენ და ჩელე, იმიტომ რომ რაღაც ეს კოალიცია მაინც ინდივიდუალიზმს კლავს და აი თავისუფალებას და ვერ ვიტყვი რომ ეგ იყო ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი ალბათ იყო, იმიტომ რომ მათ ჩემთან საუბარში აქ ნათქვამი შეიძლება საჯაროთაც აქ ნათქვამი ხა მართლა ვეღარ ვადევნებ ესე თვალყურს რომ რაღაცა ეს ნოსტალგია ამ ძველ გირჩზე და როგორიც იყო გირჩი და რაღაცა ხო მაგათ აქ შეიძლება ერთ-ერთი იყო, მაგრამ ეგ არ მგონია რომ ეგ იყო ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი. ჩემი თავარი ამბავი არის ის რომ უნდათ საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღება, რაღაცებს უყურებენ განსხვავებულად და უნდათ რომ რაღაცები განსხვავებულად გააკეთონ. თუ გამოვუვათ, იქნება ჯამში ყოველთვის ჩემზე ძალიან კარგი. მაგრამ გაერთიანებაზე რო ლაპარაკობთ, თქვენ რომ მუდმივად გაერთიანებაზე აკეთებთ თავად. ისინი ვერ ხედავენ, ყოველ შემთხვევაში ბოლოს შერაც გვისაუბრია მაგ თემაზე, მათ არ აქვს პრინციპული წინააღმდეგობა, რომ ეგ არ არის, უბრალოდ ისინი ამბობენ, რომ არ გამოდის და რამდენი წელი შეიძლება ანუ მე იარო და ილაპარაკო მაგაზე, როცა ხედავ რომ არ გამოდის ეგ ამბავი, თორე ის რომ თუ მოხდება ეგეთი დიდი რაღაცა. გაერთიანება არ გამოდის? ხო, გაერთიანება არ გამოდის. ცოტნე, ბადრი და ჩელე. რა გაჩვენათ ამ ბიჭების წასვლა მანამდეც დაიშალა გირჩი? ეს თქვენი მიზეზია? თუ დაიწყეთ ამ საკითხებში ჩაღრმავება, თქვენი მიზეზია? თუ იმის მიზეზია, რომ თავისუფლების ძიებაში ყველა რაღაც თავის გზას პოულობს? მე არ უყურებ მაგას როგორც ტრაგედია. გასაგებია, რომ ემოციურად რთული ამბავია, ჩემთვისაც რთული ამბავი იყო და მათთვისაც ძალიან რთული იყო, მათთვისაც. არის ამბავი, ბევრი წლებია, ერთად ცხოვრობდით და ერთად ისეთ რაღაცები გამოვლილი, რაც ბევრ ადამიანს, რავი, შეიძლება მთელი ცხოვრება მეგობრები იყვნენ და ეგ გამოცდილება ცხოვრების განმავლობაში ვერ გაიარონ, რაც ჩვენ გვაქვს ერთად გამოვლილი. გირჩი იყო, ყოველთვის ჩემ გარშემო გირჩი იყო ყოველთვის ესეთი ადგილი, სადაც ადამიანები მოდიოდნენ თავისუფალი ადამიანები და ისინი რჩებოდნენ თავისუფალ ადამიანებად. ესე იყო ამ ადამიანების შემთხვევაშიც. არასოდეს არ ყოფილა აქ მცდელობა, რომ ახალი მოსული ადამიანები ვინმეს დაეშტამპა. არასოდეს არ ყოფილა მცდელობა, რომ ყველა საკითხზე ყველას ჰქონდოდა იგივე აზრი, რა აზრიც მაქვს მე. ეს თავისუფლება ყოველთვის არსებობდა და ეხლაც არსებობს ჩემს გარშემო. და იყო ამ წლების განმავლობაში საკითხები, სადაც ჩვენ ავწდით რაღაცებში ერთმანეთს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ავწდით, რადგან რაღაცა ერთი გუნდი ვიყავით, ჩელეც იქნებოდა, ცოტნე იქნებოდა, ბადრი იქნებოდა, რაღაც ამ გადაწყვეტებას იღებდნენ და მომყვებოდნენ, ხო? ბუნებრივი ამბავია, როცა რაღაცა პარტიის და რაღაც ეგეთი ორგანიზმის ნაწილი ხარ, მაგრამ ისინი დარჩენ თავისუფალ ადამიანებად საბოლოო ჯამში. ვერ ნახავთ თქვენ იმას, რომ როგორც აი ბევრი სხვა პარტიის შემთხვევაში არის, რომ
გინდა ახალგაზრდა, გინდა არა ახალგაზრდა, მაგრამ გამოდიან და საუბრობენ და განსხვავებას ვერ ხედავ ლიდერი რო საუბრობს და ესენი რო საუბრობენ. თითქოს მანერებშიც კი ემსგავსებიან ხოლმე, როგორ მეტყველებენ, body language რო ეძახიან, სხეულის ენაც კი ესეთია და ეგეთი რამე აქ არ ყოფილა არასდროს, ამიტომ ჩემთვის ეს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მე ეს ადამიანები. ეს იგრძნობოდა ყოველთვის. იმიტომ რომ მე ადამიანი მიყვარს ისეთი როგორიც არის და მაგას ვაფასებ, რომ ის არის თავისუფალი ადამიანი და თვითონ ფიქრობს, თვითონ განიცდის და რასაც ფიქრობს, რასაც განიცდის, იმას მეტყოლებს და იმას გადმოცემს მერე და ის რომ ადამიანო გადაწყვიტეს საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღება, ამაში ცუდი არაფერი არ არის. და ეს თავისუფლება თუ არსებობდა, რომ თვითონ უნდა მიიღოთ ყველას თავისი პოლიტიკური ნაბიჯები. არა, ვერ არსებობს, მაგაში მართლები არიან, ვერ არსებობს ეს პასუხისმგებლობა, სანამ არსებობს რაღაცა, რომელიღაც პარტიის ლიდერის პასუხისმგებლობის უკან როცა დგახარ, გიწევს რაღაცებზე დათანხმება, რაზე შეიძლება ბოლომდე არ ეთანხმებოდ. ეხლა არიან სრულად თავისუფლები. როგორც ჩანს, მეტი თანხმობა აქვს ერთმანეთში რაღაც ხედვებში. პოლიტიკური სიმწიფის პრობლემა ხო არ დგება მან? არ, მაგას ხო დრო აჩვენებს. ან მაგას აჩვენებს დრო, რამდენად შეძლებენ, რამდენად გააკეთებენ. ეს ყველაფერი დროის ამბავია, მაგრამ ის რომ თავისთავად ადამიანი მოვიდა პოლიტიკაში რაღაცა პერიოდი გაატარა სადღაც და მაგრამ შეინარჩუნა თავის თვითყოფადობა და თავის თავისუფლება და ეხა გადაწყვიტა რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს. მაგაში ცუდი არაფერი არ არის. თავის პოლიტიკას გააკეთებენ. ეცდებიან რომ გაზარდო, ხო, რა თქმა უნდა და მოუწევთ საკმაოდ რთულ პერიოდში ამ ქვეყნისთვის კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, რითიც საბოლოო ჯამში შეფასდება ამორჩევის ახალგაზრდული ნაწილი გაყვათ ალბათ მათ უფრო, ხო? არ ვიცი ახალგაზრდული გაყვათ თუ არა, მაგრამ მათ ყავთ ხარდაჭერები, ყავდათ ყოველ ჩემ გუნდის შიგნითაც ყავდათ ხარდაჭერები, არა მარტო ახალგაზრდები. და ის კრეატივი თეარაზეც ლაპარაკობდა და რის ინაკლებობაც ბოლოს იყო და ყოველას რო ენატრებოდა გიჩისგან, აი მათ ხო არ გაყვებათ და ისინი უფრო ამ გზას ხომ არ აირჩევენ. არ ვიცი, მაგრამ თუ გაყვებათ ცუდი არ იქნება. ამ თუ მაგის ხასიათი იქნებათ, რომ ხალისი იქნებათ, რომ რაღაცები ეგრე გააკეთონ, მაგაში ცუდი არაფერი არ იქნება. აი თქვენ თქვით, რომ უფრო იუნიონისტი ხართ გაერთიანების მომხრე და ამას ყოველთვის ამბობდით. არჩევნებამდე, უფრო ადრეც, მერეც არის ოპოზიციაში დარჩენილი ეს რესურსი, ნათი ამ დასვა ეს კითხვა, მაგრამ კიდე დავუბრუნდეთ. თუ უკვე ოქსიმორონია ოპოზიცია და გაერთიანება და რას ნიშნავს ზოგადად გაერთიანებას, რომ ამბობთ, რა ცნება არის ეს? ერთი სია არის, ბარიკადებზე ერთად დგომა არის, თუ რას ნიშნავს გაერთიანება ოპოზიციაში? მე ხო რაღაც მე ჰაერიდან არ მომაქვს რაღაცები, არ მე მართლა ჩერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავდივართ რაღაცა გზას, რომელიც გაიარეს ჩვენზე და გაიარეს რუსეთში, გაიარეს ბელორუსში. რაღაცები არის, რაც ერთ-ერთში ემთხვევა. როგორ ვიქცევით ჩვენ რა ნაბიჯებს დგამთ. მილიონობით ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში რუსეთში 2011-2012 წლებში და ცეკვავდნენ და ზეიმობდნენ და ეგონათ რომ პუტინი დამთავრდა. ეგონათ რომ მაგ პროტესტს ვერაფერი ვერ გააჩერებდა. მაგრამ ხედავთ სად არის დღეს რუსეთი, ხო? ძალიან ბევრი ხალხი გამოდიოდა ასევე ბელარუსში. მილიონი და მეტი ცეკვავდნენ, სიმღერებს წერდნენ, რაღაცა უამრავი ჰიმნები ჰქონდათ ამ პროტესტ რაღაცებს, მაგრამ ხედავთ სად არის დღეს ბელარუსი, ხო? მე მეტიც ვჯერა, რომ აქაც საქართველოში რაღაცა მიმართულებას პირდაპირ რუსები მართავენ. როგორიც არის მაგათად პროპაგანდა, როგორიც არის მაგათად სახელმწიფო უსაფრთხოება, რაღაც სტრატეგიული მიმართულება პირდაპირ მათ ხელში არის, ჩემი აზრით. და ისინი მართავენ, ხო? გადაწყვეტილებებს ისინი. რაღაც თვალსაზრისით ჩვენ გავდივართ იგივე გზას და ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის იგივე ძალა, რომელმაც წარმატებას მიაღწია რუსეთშიც და ბელორუსშიც, ხო? ამიტომ ჩემი კითხვა არის ესეთი, რომ თუ ჩვენ გავაკეთებთ ზუსტად იგივეს, რაც გააკეთეს რუსეთში, ოპოზიციამ, მედიამ, NGO-ებმა, იმან ყველამ ხალხმა. რატო უნდა გქონდეს ჩვენ გამარჯვების შანსი, თუ იქ ვერ გაიმარჯვეს და იქ ვერ გაიმარჯვეს, ხო? ეს კითხვა მაქვს ყველას ამას ველაპარაკობთ ჩვენს პოლიტიკოსებს, ამას ვსვამ ხოლმე. ჩვენ თუ რამე განსხვავებული არ გავაკეთეთ. რატო გონია რომ ჩვენ მოვიგებთ? უფრო რა გვაქვს, რა რითი ვართ უფრო განსხვავებულები, რა მოგვაგებინებს სხვა. ხო, მე ვერ ხედავ რომ ჩვენ განსხვავებულ ნაბიჯებს გამდეთ, ხო? ხო, ამის შემდეგი ნაბიჯი არის რომ მაშინ ვნახოთ, კაი, იმათმა რა შეცდომები დაუშვეს და იქნებ ჩვენი შეცდომები არ დაუშვათ და რაღაცები სხვანაირად გავაკეთოთ, ხო? ხო და ეგ ხო მაგაზე კვლევები არსებობს, ლიტერატურა არსებობს. ანუ არავის არ ჭირდება, მე ხო არ ვიგონებ სადღაციდან, ხო? ანუ ნებისმიერ შეუძლია დაგუგლოს შეუძლია, არ ვიცი, იმას ChatGPT-ს კითხოს, რომ მაგალითად რა იყო ის პრობლემები, რომელთა გამოც სიტყვაზე რუსეთში და ბელორუსში ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ვერ მოახერხეს რეჟიმის დამარცხება. ჩამოგიწევს პირდაპირ ბულეთებს რა. ანუ ბულეთებში რომ ჩამოწევს, არ ვიცი, 5 ჩამოწევს თუ 10 ჩამოწევს, რამდენს მოთხოვ გააჩნია. პირველი იქნება ის, რომ ვერ მოხდა ძალების გაერთიანება. ყველგან პირველი იქნება ეგ, რომ ვერ მოხდა ძალების გაერთიანება. და აქ მარტო პარტიების გაერთიანებაზე არ არის, ამაზეც მინდა ხაზი გაუსვა.
იმიტომ რომ სინამდვილეში რაც ვერ ხერხდება პარტიებს შორის, ის ასევე ვერ ხერხდება სამოქალაქო სექტორში, ასევე ვერ ხერხდება აქტივისტთა ჯგუფები, სადაც არ უნდა ჩაიხედო, ყველგან არის ერთპირიანი პატარა საქართველო არის ყველგან. თავისი ერთი და იგივე პრობლემები. ხო, ამიტომ ვარ მე ეს იუნიონისტი, ანუ ამიტომ ვიძახი, რომ რესურსების გაერთიანება არის მნიშვნელოვანი და პირველ რიგში ინტელექტუალური რესურსის. ანუ თავი პრობლემა არის ჩემს ნდობა, არ არსებობს ნდობა. ანუ ერთმანეთთან ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ну, რა ვიცი, მე ველაპარაკები ყველას, ლაკა არის, რომელსაც ასევე ბევრთან აქვს კომუნიკაცია. მაგრამ ნუ ბევრი ერთმანეთთან უბრალოდ არ საუბრობს. ნდობა თუ არ არსებობს, კომუნიკაციის დარღვევის რამე გამოცდილება დაგროვდა ისეთი, რომელიც ჯერ არ გამოსულა მედიაში. არის შეთანხმების დარღვევის გამოცდილებაც, არის არასწორი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის გამოცდილებაც, არის პერსონალური რაღაცების, მილიონი რაღაცა არის. მაგრამ ახალი არაფერი არ არის, ისეთი რაც რუსეთში არ იყო, ბელორუსში არ იყო. ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგას დამბავიც ეგა რომ ეს ამ ყველაფერს უნდა გადააბიჯო, თორე მიზეს რატო არ გააკეთო, მინდეს ვიპოვე რომ რა ვიცი, ბევრთან საერთო არ მაქვს, გაკარება არ მინდა საერთოდ, მაგრამ მაგაზე ხო არ არის. ხო და მინიმუმი არის ეს, კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არ არის ის რომ ეს თუ მოხდება, აი უეჭველი მოგებულა, მაგრამ მინიმუმის კიდევ უფრო მარტივ რაღაცა და მინიმუმი არის რომ აი ეს დავждეთ და ერთად ვილაპარაკოთ ამ თავარ კითხვაზე გავცეთ პასუხი. როგორ ხედავთ, როგორ მივდივართ გამარჯვებამდე. ვინ შეიძლება დასხდეთ ვირტუალ მაგიდასთან? ეხლა არსებობს ფორმატი სალომე ზურაბიშვილთან, სადაც იმის გამო რომ ამ თავარ კითხვაზე პასუხის გაცემა არსებობს, რაც სხვა რაღაცებზე მინდა მუშაობა, რაც საქმე არის ჩემი აზრით, არაფერი ცუდი მაგაში არ არის. მე ნათქვამი მაქვს თვითონ სალომესაც, რომ რაღაც ნებისმიერ რაღაცა სადაც შესაძლებელი იქნება რაღაცა ერთობა და ერთად რაღაც გავაკეთებ, რა ვიცი. ყველაფერში იმ ვიქნები, როცა არ უნდა იყოს მეთქი. არის რაღაცები, რაზეც იქ ერთად რაღაცებზე თანხმდები არის. არის რაღაცები, რასაც ცალ-ცალკე ვაკეთებთ, რა ვიცი. რაღაცები, რაც საბოლოო ჯამში მე ყველას გამოადგება, მაგრამ ცალ-ცალკე ვაკეთებთ რაღაცებს. არის რაღაც საგარეო მიმართულება, სადაც ყველაზე უკეთესად გვაქვს კოორდინაცია და ეს უკვე თვეები აქ გრძელდება. ხო, ანუ ევროსაბჭოში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროპარლამენტში შედეგები იდება მარტო იმის გამო, რომ ყველა ვლაპარაკობთ ერთ ენაზე და ყველაში კიდევ იმერებ მარტო პარტიები არის გულისხმობა, პარტიებიც არის, აქტივისტებიც არიან და NGO-ებიც არიან, ანუ ყველას აქვს რაღაცა კომუნიკაცია, მაგრამ ყველა ერთ და იგივე რაღაცას ველაპარაკებით და ეს ახლა საგარეო ფრონტზე თუ გამოდის, იმიტომ რომ თქვენც ახსენეთ და ძალიან ხშირად პარტნიორებთან ვლაპარაკობ, გეუბნებიან რომ ერთიანობა დაგვანახეთ, ერთად ჩამოდით და ერთი ხმით. საქართველოსთვის ამობენ და არა იმისთვის, რომ ვიღაცა წინ იყოს და ვიღაცა უკან. ამ ქვეყანას ჭირდება ეს ერთიანობა. როგორც ვერ იმ საქართველოს ჭირდება ყველა პოლიტიკური ძალის თანხმობა იქ როცა რეზოლუციას იღებ, ხო? ასევე ერთი ხმა უნდა კონდეს აქედან ჩასულ. მე არ ჩავსულვარ ვაშინგტონში რამდენიმე წელია. ერთადერთი მიზეზის გამო არ ჩავსულა, თორე რა უნდა ვაშინგტონში ჩასვლას და ვილსონთან ფოტოს გადაღებას პრობლემა არ აქვს, არავის. აი არავის, მაგრამ ერთადერთი იმის გამო არ ჩავსულა რამდენიმე წელია, რომ სირცხვილი მგონია ამ პატარა ქვეყნიდან იქ რო დადის 17 დელეგაცია. ანუ სასაცილოა, ანუ იქ კონგრესში რომ მიდიხარ, აი იმ გორაკის თავზე წდება მთელი სამყაროს ბედი. ამ მთელ დედამიწაზე თუ კი რამე ხდება, ყველას ინტერესების საბოლოო ჯამში იყრის თავს იქ და იქ წდება ეს ამბავი. წავიდე რამდენი რამე ხდება დედამიწაზე, ხო? აუ ერთადერთი შანსი რომ საქართველოს რაღაცა იქ ხო, იმათ აინტერესებს რაღაცა. ჩინეთი, ირანი, რაღაც არის გაზა, ისა, უკრაინა, ესა და საქართველოს არის სადღაც ქვემოთ, ხო? გამქრალი ვართ რეალურად რა. ერთადერთი შანსი, მომდის არ არის 100% შანსი, რომ ჩვენ ქვემოდან სადღაც ზემოთ ამოვიწოთ, არის ის, რომ ჩვენ ყველა ერთად ჩავალ და ყველა ერთად დაველაპარაკებით და ავუხსნით, რასაც ისაც უხსნით ცალ-ცალკე სადღაც, რომ რაღაცა რუსთაველზე ეს ბრძოლა, რომელიც ახლა არის, ეს ბრძოლა არ არის რაღაცა მარტო საქართველოსთვის ბრძოლა და ეს არ არის რაღაც უბრალოდ ბრძოლა, რომ ჩვენ ქართველები ვიძვით თავისუფლების და ლიბერალური დემოკრატიისთვის, რომ აქ წდება გეოპოლიტიკური ამბავი. თუ კი ევროპაში გამოგივიდათ, თუ იქ კონკრეტული მიზანი იყო მაშინ, კონკრეტული რეზოლუციები იყო და ევროსაბჭოს კონკრეტული გადაწყვეტილება. არ ვიცი, რატო არ გამოვიდა. ბრიუსელში ჩახვედით და ამერიკაში რატო არ მოვიდა? არ გამოვიდა, იყო მაგის მცდელობები, კაიხანი აღარ ყოფილა, მაგრამ რაღაც თვეების წინ იყო მაგის მცდელობები, მათ შორის შემოთავაზებებიც იყო, რომ რაღაცნაირად ფორმა მოგვეძებნა ისეთი, რომ რაღაცა ეს წუხილები რო არსებობს ამ სხვა პარტიებში, ეს წუხილები განეიტრალებულიყო, რაღაცა რისკები დაზღვეულიყო, ისა, მაგრამ საბოლოო ჯამში არ გამოვიდა. სასაცილო ის რა არის, ესეც ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და თქვენთანაც გავემეორებ. თუ ჩვენ ამ ხალხს ვეუბნებით, რომ ჩვენ ვებზვით რუსეთს,
და დაგვეხმარეთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ბრძოლა არის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა და აქ წყდება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი, შუა აზიის ამბავი, სომხეთის ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს არ არის მარტო ჩვენი ამბავი და თქვენი ინტერესიც არის აქ და საბოლოო ჯამში ევროპის უსაფრთხოება და მთელი ამბები და ამიტომ უნდა დაგვეხმაროთ და არა იმიტომ რომ რაღაცა ჩვენ ჯიგრები ვართ და კარგი ხალხი ვართ და რაღაცა იქიდან არის კითხვა რომ თუ რუსეთს ებრძვით, რუსეთი ხო გაქვთ ნანახი ამ ხელა რუკაზე ხო? თუ რუსეთს ებრძვით, რანაირად ებრძვით? ცალ-ცალკე ებრძვით, ყველა თქვენ სანგარშიძე ხართ და სხვა მმართველობით ისვრით და ეგრე გონიათ რომ დაამარცხებთ. ხო და მე მაგის შემდეგ არის კითხვა რომ ან მატყუებ, როცა მეუბნები რომ რუსეთს ებრძვით, ან სულელები ხართ. ანუ სხვა პასუხი არ არსებობს. ან აქ იტყუები, როცა ამბობ რუსეთს ებრძვით. ან თუ მართლა რუსეთს ებრძვით, მაშინ სულელები ხართ და ვერ ახერხებთ რომ მართლა ერთად დადგეთ და რაღაცა ერთად გააკეთოთ. თვითონ სხვა პასუხი მანდ არ არსებობს. ან ეს არის, ან ეს არის. პირობითად გარეთ ვინარჩუნებთ ამ არაღიარების პოლიტიკას, გარეთ მუშაობთ, არ ვიცი, სანქციებზე, შიგნით ვაკეთებთ ამას და საბოლოო ჯამში ესე მივდივართ რაღაცა რეჟიმის ჩამოშლამდე, ან ამამდე, ან იმამდე რაღაცამდე. მინიმუმ ყველამ უნდა დადოს ეს და მე რაღაცა არ ვიცი, მინიმუმ დაიწეროს და მე შეჯერდეს და რაღაცა ერთიანი გაკეთდეს და ვთქვათ რომ ოკეი, ყველა ვარ თანახმა ამაზე და всё, ყველა რესურსს ვაერთიანებთ ამ. ოღონდ მარტო პარტიებს არ გულისხმობ კიდევ იმავე. ყველა ადამიანს, რომელსაც რაღაცა სოციალური კაპიტალი გააჩნია ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს პარტიები დღეს არის ჩვეული ფორმალობა. არანაირი პარტიები არ არსებობს. პარტიები არის უბრალოდ იუსტიციაში რაღაცა რეგისტრირებული ეგეთი ფურცელი. თორე არ არის ეხა არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გულწრფელად უპირისპირდებიან რეჟიმს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც რეჟიმის მხარეს არიან და არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან კონფორმისტულ პოზაში და ტრაკს ათამაშებენ უკაცრავად. ეგ არის იმდენად რაც არის ხა რეალობა. თქვენ თვეების განმავლობაში მუშაობდით ამ ფორმულაზე და რამდენიმე ხნის წინ ძალიან საინტერესო ინტერვიუში თქვით კიდეც რომ ახლა არ ხართ მზად რომ ამაზე ღიად ილაპარაკოთ, რა ფორმულა შეიმუშავეთ. მოდით ახლა ჩვენთან. მე მაქვს რაღაცა ხედვა, რომლის მსგავსი ხედვაც გაჩნდა უკვე, რომელზეც მე დაახლოებით ერთი თვეა ბევრს ველაპარაკები, მაგრამ მსგავსი ხედვა გაჩნდა უკვე სხვებთანაც და ეხა ამ წუთში სიმართლე გითხრათ რაღაცა შეჯერების პროცესში ვარ. პოლიტიკური მოძრაობები, ჯგუფები, პარტიები, პოლიტიკოსები არის გასაცოცხლებელი, იმიტომ ეხა გამორთული არიან მთლიან პროცესიდან. და ასე შემდეგ მოგეთ ბევრი რაღაცა შეგებულეთებად ესე ჩამოწერო, რაც ჩამოწერილი მქონდა, რაც არის გასაკეთებელი. შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი, ჭირდება რაღაცა პროცესი, სადაც ეს ხალხი ყველა ჩაერთვება, მათ შორის ამ ხალხს მიცემ განცდას, რომ ისინი მართლა იღებენ გადაწყვეტილებას და პლუს რაღაცნაირად ეს პოლიტიკური პროცესი გაცოცხლდება. ჩემი იდეა რაც იყო, რაც ხა თქვენთან მოვყვები, რაც ბევრთან მაქვს უკვე ნალაპარაკები, იყო რომ რაღაცა საერთო, საყოველთაო ერთიანი რაღაცა პოლიტიკური მოძრაობა შექმნილიყო ონლაინ რაღაცა ერთი იმითი ბაზით, სადაც ვისაც რამე სურვილი აქვს, ინტერესი აქვს პოლიტიკაში, ხო უამრავი ახალგაზრდა გამოჩნდა გინდა NGO და გინდა იქიდან რა ვიცი, ვისაც სურვილი აქვს რამე თავი გამოჩნდა, ნებისმიერს მიეცა საშუალება რომ ამ პროცესში ჩართულიყო და ადამიანს მიეცა საშუალება თვითონ ამ ადამიანებს გადაეწყვიტათ ვინ იქნება ამ პროცესების ლიდერი. ამას გინდა პრაიმერი დაარქვი, რაც გინდა ის მნიშვნელობა აქვს სახას რაც დაარქვი, მაგრამ შინაარსი ის იყო რომ რაღაცა ონლაინ რეჟიმში, ვისაც რამე სურვილი აქვს რამის კეთების ყველა ერთად შესულიყო, შეყრილიყო და ადამიანებს ჰქონდათ საშუალება რომ თვითონ გადაეწყვიტათ ვის უჭერენ მხარს და მისაძებენ კვალი მაგე და ონლაინ. ხო, იმიტომ ეგ მოგცემ საშუალებას რომ მაგადა შეიძლება მიზნად დაისახო რომ სიტყვაზე ბაზარში უნდა ყავდეს 1 მილიონი საქართველოს მოქალაქე. და სიტყვაზე რომ მივდივარ სტრასბურგში ის კი არ გავიმეორო, რასაც აქამდე ვონებოდი რომ 6 თვის წინ არჩევნები იყო საქართველოში, რომელიც გააყალბეს და სინამდვილეში ჩვენ მოვიგეთ 4 ჯგუფმა და იმათი მიღებული ლეგიტიმაციით გელაპარაკები. არამედ გელაპარაკები ეხლა ამ წუთში მყავს აგერ მილიონი ადამიანი საქართველოს მოქალაქე რეგისტრირებული, რომლებიც ამბობენ რომ ამ ქვეყანაში არის ჩასატარებელი ახალი საპარლამენტო არჩევნები. მილიონი მოქალაქე ითხოვს, პირობითად ვიზახი მილიონი, შეიძლება მილიონი ნახევარი დაიგო მიზნად, მაგრამ მილიონი მოქალაქე მიჭერს აი ამ წუთში დღეს ონლაინ რეჟიმში შეგიძლია ნახო რომ მილიონი მოქალაქე ამბობს რომ საქართველოს ჩასატარებელი ახალი საპარლამენტო არჩევნები და მე ვარ ის ადამიანი, რომელიც პირობითად ვიზახებ, მე შეიძლება საერთოდ არ ვიყო იმაში, მაგრამ ვიღაცა ვინც ამას იტყვის, ის იტყვის რომ მე მათ შორის ეს ლეგიტიმაცია მომწეს აი ამ ხალხმა, ამ მილიონი ნახევარ ადამიანმა, აგ პირველ ხუთეულში ვზივარ მე, ხარი დამიჭირეს რომ მე ვიყო ეს სპიკერი, ვინც ამას თქვენთან თუ კონსულტაციები დაწყებული გაქვთ კოალიციის გარეთ? თვეზე მეტი კონსულტაციები, კი, კოალიციის შიგნითაც და კოალიციის გარეთაც ამ იდეას ჭირდება დახვეწა, მათ შორის ვისმენ, მათ შორის კრიტიკასაც, რაღაც რისკებსაც, რომელიც ჩემს დასაზღვევია. ამ იდეის გარშემო კიდე გაჩნდა, იმას ვერ მოყვებით, რომ ჩემი იდეები არ არის, მაგრამ ამ იდეის გარდა გაჩნდა კიდე ერთი იდეა, რომელიც ამ შემთხვევაში პაატა ბურჯუაძეს ეკუთვნის,
რომელიც ამ იდეის რაღაცა გაგრძელებასავით არის, მაგრამ ავსებს რაღაცნაირად და მე მომწონს, თვითონ მოყვება ალბათ მაგ იდეაზე მე არ მოყვები. ახალია და იმიტომ მაშინ შეიძლება ვერ მოყვა. თუ რამდენი ის ყავდა თორემ არა მაგის მერე არის. და არის კიდე ამის ასევე ცალკე იდეა, რომელიც ვაშაძეს აქვს, რომელიც ასევე ამ იდეას ავსებს. ესეც თვითონ ვაშაძე თუ მოყვება, მაგრამ საბოლოო ჯამში მგონია რომ არის შანსი რომ ეს რაღაც იდეები ყველა ერთად შეჯერდეს. ეს სამი რაღაცა თავსებადი ერთმანეთთან და რაღაცა მსგავს უნდა გაკეთდეს. მე არ ვამბობ რომ მე რასაც ვამბობ, მაგის ამაზე ეს არის ბიბლია და გინდა თუ არა ესე უნდა იყოს. მე ვუბავთ ვიზახი რომ რაღაცა პრობლემები რომელსაც ახლა ყველა ერთად ხედავთ, რომ პროტესტები ხალხი უნდა ჩაერთოს, რომ ხალხი მართლა ჩართული უნდა იყოს პროცესში და უბავთ რუსთაველზე არ მოდიოდეს მიდიოდეს არა მაგის მიღმა რაღაცაში იღებდეს მონაწილეობას და პოლიტიკური პროცესი გაცოცხლდეს და თუნდაც ოპოზიციური მედია გაცოცხლდეს და რაღაცაზე ქონდეს სალაპარაკო და სალაპარაკო იქნება რა ამას ხო წარმოგიდგენთ შრომა რამდენი არის ჩასადები იმაში რომ მილიონი ადამიანი დაარეგისტრირო რაღაცა ბაზაში მაგას მართლა რეგიონებში გავდივართ რომ ვიძახიან მართლა წახვა რეგიონებში და მართლა დაელაპარაკები ადამიანს მართლა აუხსნი და მართლა გააწევრიანებ და მართლა საქმე იქნება და მედიასაც შეუძლია ილაპარაკოს რომ იმაზე აღარ იყოს დამოკიდებული დილით ბრიფინგზე ყობახიძე რა სიტყვის რომ დღეს არის რაღაცა რა ვიცი 100,000 კაცი უკვე არის მე 300,000 კაცია უკვე ანუ ამბავი არის უკვე და ხელში გეჭირება საბოლოო ჯამში მე არ ვიცი საბოლოო ჯამში რა სახეს მიიღებს ეს იდეა მაგრამ მინიმუმ ის გექნება რომ ლაივ რეჟიმში ყავს არ ვიცი მილიონი ნახევარი მოქალაქე მათ შორის შეგიძლია მაშინ მიგრანტები ჩართო თავისუფლად პრობლემად რომელიც იძახის რომ დღეს ქვეყანაში კრიზისია და ჩასატარებელი მადლობა ლეგზიახლის გაზიარებისთვის მართლა ძალიან მომეწონა და დარწმუნებული ვარ კარგად დაიწრიტება ეს სხვადასხვა შეჯერებული მაგრამ მე როგორც ვხედავ აქ არ არის მხოლოდ ის ბარიერ გადალახული პარტიის ელექტორატი ის ახალი შენაერთები ოპოზიციური სუბიექტების იქნებიან თავმოყრილი ჩემი აზრით რა უნდა იყოს ყოველთვის მე მგონია რომ სწორი გამოდე ხალხს ისახი ეს არის ისეთი მოლაპარაკებადი თემა არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი იდეა იყო რომ ეს ყოფილიყო რაღაცა ერთიანი დიდი რაღაცა არის პლატფორმა თუ რაც გინდათ მას დაარქვით რომელიც საბოლოო ჯამში იტყოდა რომ საბოლოო ჯამში როგორც კი მივახცევთ საპარლამენტო არჩევნებს ისევ ამ სისტემით სია რომელიც იქნება ეს თქვენ შეადგენთ ანუ საქართველოს მოსახლეობა ამ სისტემის გამოყენებით თქვენ შეადგენთ ამ სიას და ერთ-ერთი პირობა იქნება რომ ამ სიაში იქნებიან მარტო ისინი ვინც თანხდება ქართულ ქარტიაზე ამოცანა არის ის რომ გაცოცხლდეს პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური პროცესი ხა მკვდარია ერთ-ერთი პოლიტიკური პროცესი ხა რაც არის რუსთაველზე საღამოსაც ხდება მე არაფერი არ ხდება რეალურად და ისიც კრიზისში შედის ეგ არ ვიცი მაგას მაინც არ ვეთანხმები ხოლმე როცა ამბობენ მე დავდივარ რუსთაველზე და ხო ეს რაოდენობა კი ხან ესე არის ხან ისე არის მაგრამ ჩემი დაკვირვებით რაც ჩანს არის ის რომ არსებობს რამდენიმე 1000 ადამიანი რომელიც სხვადასხვა რეგულარობით ამ რუსთაველზე დადის და კი ადამიანები არიან რობოტები არ არიან იღლებიან ხანდახან ემოციურად არიან დაღლილები და შეიძლება რაღაცა ჩაიქნიოს ხელი მაგრამ შეიძლება ჩააგდოს 3 დღე და 3 დღის მერე მაინც იძახის რომ გამოსავალი არა ეს ბრაზი არსად არ წასულა და შიში რომ ქვეყანას კარგავთ არსად არ წასულა ადამიანებში არის ხო და იდეასო დაუბრუნეთ ანუ ეს იდეა არ არის ისეთი იდეა რომ რაღაცა უეჭველი აი ეს იდეა არ არსებობს რომ თქვა რომ ეხა ამას გავაკეთებთ და უეჭველი არ არსებობს გამორიცხული ამიტომ რომ არსებობს რაღაცები რითიც ესეთი ტიპის რეჟიმები ერთმანეთს ძალიან გვანან მაგრამ ყველა ესეთი რეჟიმი პლუს არის თავისი რაღაცა მახასიათებლებით ეხლა რა რეჟიმებიც არის სამყაროში არა მარტო ივანიშვილის რეჟიმი და რუსულ რეჟიმზე ლაპარაკი არის განსხვავებული ყველა აქამდე ისტორიულად რაც კი არსებულა იმითი რომ სხვა რეალობაში შეიქმნა ციფრული ტექნოლოგიები კომუნიკაცია არის დაჩქარებული პროპაგანდა გაცდებით რომ მაგრამ მუშაობს ვიდრე მანამდე მუშაობდა გაცდებით მარტივად შეუძლოთ მიწვიდან თითოეულ მოქალაქეს და ჩაუდონ ის რაც იციან რომ იმას რაღაცაზე დაატრიგერებს და რაღაც ეგეთი რაღაცები ხო მანამდე არ არსებობდა ხო რაღაც არის გებელსის კონდა ხაზის რადიო ქონდა და ხაზის რადიო თელაპარაკობდა მთელ გერმანიას და ეგ იყო და ეგ იყო და ეხლა აქ მილიონი ინსტრუმენტები აქვს ხელში ერთი რომ გარეთ რასაც ვაკეთებთ ის რაღაცები არის გასაუმჯობესებელი მიუხედავად იმისა რომ ჩემი აზრით ყველაზე კარგი კოორდინაცია მათ გვაქვს რაღაცები არის გასაუმჯობესებელი მათ შორის სანქციების ნაწილში ეხლა რასაც მე ვაკეთებ მაგალითად რასაც სხვებთან კოორდინაციის გარეშე არა მაგრამ ვაკეთებ დროას და ახალის ხალხთან ერთად იმიტომ რაღაცა კოალიციის შიგნით ვინც ამაზე მუშაობდა ყველა შევიკებეთ ვაკეთებ რაღაც ერთიან დიდ ბაზას ყველა დასანქცირებული და ყველა დასასანქცირებელი რომელიც გინდა ონლაინ დავდო და ნებისმიერ მოქალაქეს უკრაინელსაც აქტივით გაკეთებული შეხვიდა და ნახოთ ეს ადამიანი დასანქცირებულია ვის მიერ დასანქცირებული რა ტიპის სანქცია მოხდა რატომ მოხდა და პლუს ნახო ადამიანები რომლებიც ჯერ არ არიან დასანქცირებულები მაგრამ დასასანქცირებლები არიან ამის გამო რომელიც იქნება დიდი ბაზა ჩვენი გათვლებით არის რამდენიმე
1000 ადამიანი იქნება სავარაუდოდ შიგნით. ეხლა ყველა მაგას აკეთებს. ეხლა ვინც მაგაზე ჩვენ გვაძღავდა რამდენიმე წლის წინ მედალაკას ხდებოდა მაგის გამო ტალახი. ეხლა ყველა მაგითი არის დაკავებული. ყოველას თავის ბაზა აქვს. ეხლა მე გაერთიანებას ვთვლებ, თორე ყოველას თავის ბაზა აქვს და ყოველას თავის კომუნიკაციის არხები აქვს, მათ შორის დასავლეთთან, რომ ეს დაასანქცირეთ, ის დაასანქცირეთ. რამდენ დეფექტურია სანქციები? ვიცით, რომ არის ფინანსური სანქციები, გაცილებთ რომ სუსხავი, მწვავე არის ეს გადაადგილების შეზღუდვა, მაგრამ მაინც ძველს აი ეხლა რომ ვინც გვისმენს ალბათ ფიქრობს, რომ მაინც ძველ სიმღერას ვღერიან და პირიქით უარესებს აკეთებენ, გუში რომ ქალს უტყავ და იმას აწინაურებენ და პოლიციის შეფის მოადგილედ ნიშნავენ და რას აკეთებს სანქციები? ნუ დაწინაურებასაც შეეხება და მე სანქციებს გადაწინაურებასაც შეეხება ჩვენ ვართ ახლა ესეთ რეალობაში, რაც არ არის უნიკალური რეალობა, რაც ყველა ესეთ ტიპის რეჟიმს ახასიათებს, რომ რაც უფრო რეპრესიული ხდება სისტემა და რატო ხდება რეპრესიული მაგაზე სულ უფრო რეპრესიული მაგაზე შეგვიძლია ცალკეული ლაპარაკი, მაგრამ რაც უფრო რეპრესიული ხდება სისტემა, მით უფრო უსინდისო დავარქვათ, მოდი, მით უფრო უსინდისო ნამუსგარეცხილი ადამიანები ხდებიან ზემოთ. იმიტომ რომ გასაკეთებელი ხდება სულ უფრო და უფრო ცუდი საქმეები და გჭირდება სულ უფრო და უფრო ნამუსგარეცხილი ადამიანები, რომლებიც ამ ცუდი რაღაცების გაკეთებაზე მოაწერენ ხელს. ამიტომ მაგაში გასაკვირი არაფერი არ არის, რომ გოგოს რო თმებით ქაჩავდა და მიათრევდა ქუჩაში, ის ხდება მინისტრის მოადგილე. ის არის ყველაფერზე ხელის მომწერი. ამიტომ უპრობლემოდ შეასრულებს ნებისმიერ სხვა ეგეთი ტიპის დავალებას, როცა დაავალებენ. ამიტომ მაგაში გასაკვირი არაფერი არ არის. მაგ უნდა გესმოდეს, რომ ასეთი ტიპის სისტემაში ეხა ვისაც აწინაურებენ და ზემოთ ადიან, ისინი არიან უფრო ნამუსგარეცხილები, ვინც რჩებიან ქვემოთ. ზურა, ვიდეო დავიწყებდით ინტერვიუს, ერთად უსმენდით ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენციას. ქართული ოცნების ოფისის ფონდზე იდგა, ამას მივაქციემა ყურადღება და ამბობდა, რომ მიდის. რა ხდება მეფის კარზე ამ ვითარებაში? ხა ჩვენ ვიცით მეორე ფლანგზე იმ ხარეს, სადაც თავისუფლებისთვის იბრძვიან ადამიანები, იციან, რომ უნდა ბრძოლა გააგრძელოს, მაგრამ მეორე მხარეს რა ხდება თქვენი? ღარიბაშვილის შემთხვევა მე მგონი მაინც განსხვავებული არის ამ სხვა რაღაც დაწინაურებებთან ემეთთან. ღარიბაშვილის შემთხვევა მგონია, რომ ერთი დიდი ხანია მაგაზე ინფორმაცია იყო, ჩვენც გქონდა, თქვენც გქონდათ ალბათ, რომ წასვლა უნდოდა. ღარიბაშვილის შემთხვევა არის კაკასის შემთხვევა, რომელიც აჩვენებს წელან კითხულობით მაგაზე სანქციები მუშაობს თუ არა, რომ სანქციები მუშაობს. ანუ ღარიბაშვილი ხარ რასაც ცდილობს, არის ვერაც ხდება. ცდილობს იმას, რომ სანქციებს გაექცეს და მაგას ცდილობდა მთელი ბოლო წლების განმავლობაში, რომ რაღაცნაირად გამომზრალი იყო ეს პასუხისმგებლობები თვლი რაღაც არც ერთ სიაში არ არის ხო აქამდე? ღარიბაშვილი მე მგონი არ არის. ერთ-ერთი ისტორია ვიცით. შეიძლება რომელიღაცა ერთში იყოს, მაგრამ ბოლოსიები რაც მე მახსოვს არც ერთში არ არის. ხო და ნუ არ უნდა აცდეს ახლა როგორ შევა ღარიბაშვილის სანქციების გარეშე. გაუშვა ივანიშვილი. ხო, როგორც შეს გაუშვა, იმიტომ რომ აქამდე ვერ მიდიოდა, იმიტომ რომ ის არ უშვებდა. ყოველ შემთხვევაში მე ჩვენ ეგეთი ინფორმაცია გქონდა დიდი ხანია თან, რომ ამას გაწევა უნდა და მათ შორის როცა დაიწყო ეს სანქციების ამბავი, ეს შვილის ამბავი, რომელიც იქ სწავლობს და რაღაცა არ ვიცი საბოლოო ჯამში ამ შვილზე რა მოხდა, დაასანქცირა ამერიკამ, არ დაასანქცირა, მაგრამ მინიმუმ ეს ხედავდა რისკებს, რომ მათ პრობლემები შევაყოფილიყო და ეს ინფორმაცია გქონდა, რომ გაწევას აპირებდა და ის უბრალოდ არ უშვებდა რა და ნუ ეხლა როგორც ჩანს გაუშვა რა. ყოველთვის ყავდა ღარიბაშვილი კობახიძის საპირწონედ, ხო, ივანიშვილს და ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში კობახიძის მხარეს არის ახლა ძალაუფლების კონცენტრაცია ისე. არ არის მხოლოდ ღარიბაშვილის მომენტი, პერეტრობაციებსაც ვხედავთ. ნუ რა ვიცი, ეგეთი ტიპის დაბალანსება მართვის იმაში გჭირდება, როცა ვიღაცები მართლა რაღაცა ფიგურები ეს არ არის ეს არ არის შევარდნაძის ტიპის მმართველობა, როცა შევარდნაძე რაღაცა აქეთ ჯვანი აყავდა, იქით თარგამაძე აქეთეს და რაღაცა ესე აბალანსებდა. ესენი ან ჩვენ მაგრამ ლილუაშვილის გაშვება მაინც განსაკუთრებული შემთხვევაა, როგორც ჩანს. ხო, დაიჯერო ის, რომ ეხა რაღაცა იმას არ ვიცი, კობახიძეს დაბალანსება ჭირდება ბიზნესთვის, ვინ ჩემფეხება კობახიძე, ანუ გამოისვრის, დაიჭერს, ჩასვამს, რასაც უნდა იმას უზავ. ჯერ როგორ გაბედავს კობახიძე, რომ დამოუკიდებელი თამაში წამოიწყოს და ივანიშვილს დაუპირისპირდეს და რუსებს დაეჯახოს, ეხო ზღაპარია. ანუ ესენი მონები არის თვითონ არის პირდაპირ ხაზზე რუსეთს. ამას არ ჭირდება ეგეთი დაბმეგის გამინდა, რომ არანაირი ბალანსი არ ჭირდება კობახიძეს, რასაც ეტყვის, იმას გააკეთებს, არ გააკეთებს და იქო დამთავრდება. როგორც ამოიყვანას აინაღაც არაფრისგან, გინდა კობახიძე, გინდა ოხანაშვილი, გინდა მათიკაშვილი, გინდა ვინც გინდა, ესენი ხო არავინ არ არიან. ანუ მართლა რო აიღოთ 2012-ში ვინ იბრძოდა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, რო ნახოთ ვინ არავინ აღარ არის საერთოდ, ხო? ის ხალხი არ არის, ესენი არიან არაფრისგან შექმნილი ვიღაცები, რომლებიც მანამდე არიან ვიღაცები, სანამ ეს ივანიშვილს და რუსებს უნდათ, რომ ისინი იყვნენ ვიღაცები. როგორც კი არენდობიათ, იქ დამთავრდებიან. რა ბალანსი უნდა კობახიძეს, ხო კობახიძემაც რამე კობახიძე თუ არ დააბალანსა და წავახენიდან. თუმცა შეიძლება კობახიძესთან იყვნენ პირდაპირ ხაზზე. არა მგონია. არა, შეიძლება ხაზზე იყვნენ, მაგრამ ის რომ კობახიძეს დადომსონენ და
ბიზინა გაწიონ მაგის ამჯერა. სადაც ისეთი რაღაცები გაუკეთა იმათ ივანიშვილზე დგას ეს ყველაფერი. ხო, ეხა სულელები ხო არ არიან. ივანიშვილზე დგას ყველაფერი. ყობახიძეზე არ დგას არაფერი. ზურა, ხო არ არის აი ეს გადაადგილებები ბიძინა ივანიშვილისგან იმ ილუზიის შექმნა, რომ აი მე უკვე მართლა გავიწიე თავიდან ბოლომდე ამ თამაშიდან და სანქციებიც არ შემეხოს. აი აგერ აკყავთ ყობახიძე, მისი გუნდი, ნახეთ ჩემი ადამიანები, ვინც მყავდა ჩასმული სამშენებლო კომპანიების ქარსელაძე ხო, მისი წარმომადგენელი იყო ლილუაშვილი. ეს ყველა გავიყვარე ამ ქართული პოლიტიკური სცენიდან და აი რაც უნდათ ის გააკეთონ თვითონ მათი ეს ქვეყანა. არა, თვითონაც იცის ეგ რომ მაგას საერთაშორისო მაგას არავინ აღარ ჭამს. არც ადრეც ძალიან ცოტა იყო ის მაგას ჭამდა და ეხლა მაგას არავინ არ ჭამს ეგ გამორიცხული. ამიტომ მაგით თავს ვერ დაიწყოს. შეუძლებელია. აუ რეჟიმის ანაბარ და ამიტომ აკეთებს შემთხვევაში. არა, ეს გადაადგილებები ჩემი აზრით არის მარტო მაგით გამოხდება, რომ ზემოთ ჭირდება განსაკუთრებული გარეწრები, რომლებიც უსიტყვოდ შეასრულებენ ნებისმიერ ასეთი ლილუაშვილი არისო? არ ვიცი, მაგრამ უფრო მან ხო ისეთი სფეროა, რომ სუიპოვი უფრო გარეწრს რა პრობლემა. ჩეჩნეთში რაც არის კადიროვზე რამეს თუ კარგი ის არის საორიენტირი საით მივდივარ, რომ კადიროვზე რამეს თუ იტყვი ხო, ამიტომ რომ ჩემს კავკასია ვართ მაინც და საბოლოო ჯამში თუ რამეს დამემსგავსებით, მგონია რომ უფრო ბელორუსზე უფრო მეტად მგონია რომ ჩეჩნეთს. ლომის ბოკვერის გასეირნება იყო ერთი პირველი თითქოს სიმბოლური მაგალითი მაგის. არა მარტო. ნუ ეს ისე ფიგურალურად რა თქმა უნდა, ეს კადიროვშინას კოპი-პეისტი. კადიროვშინა იქნება, იქნება ივანიშვილოვშინა. გვარი იქნება განსხვავებული, თორე როგორც იქ არის ოჯახი და აქაც ეგეთი ოჯახია, ეგრე იქნება. მაგისკენ მივდივართ. გახარიას პარტია რამდენ რა როლს თამაშობს ასეთი ტიპის გაერთიანების შეკრებაში ან მან ხაზები იშლება, მან იშლება ყველანაირი ზღვარი პარტიების, ანუ მაგ სისტემაში პარტიები აღარ არსებობს, არსებობენ ცალკეული ინდივიდუალური ადამიანები, რომლებსაც რაღაცა სოციუმის რაღაცა ნაწილში აქვთ რაღაცა მხარდაჭერა და შეუძლებელად რომ პოლიტიკაში ჩაერთონ და მიიღონ მონაწილეობა. ეს იდეა გააცანით გახარიას ჯგუფს? ჯგუფს არა, გახარიასთან არ მქონია, ამაზე კონკრეტულად ხალხთან არ მქონია. იმიტომ რომ რაც არ უნდა ხო ხედავთ პროცესი ან რაც არ უნდა ეცადოთ თქვენ რომ მუდმივად ლაპარაკობდეთ გაერთიანებაზე და მოდით ახლა გვესმის რომ ჩვენ ერთნი არა ვართ, მაგრამ რაღაცნაირად დავივიწყოთ თუნდაც 20 ივნისის თემა, ეს ხო ყველაზე მტკივნეული თემაა და გახარიას რატომღაც 20 ივნისის სისტემა თითქოს ჩამოეწერა ინდულგენციასავით. ამის მიუხედავად ის მაინც ცდილობს რომ იყოს ცალკე და ხშირად ოპოზიციას უფრო აკრიტიკებს ვიდრე ხელისუფლებას. უფრო ოპოზიციონერი ვიდრე თქვენების ვაშლივით არის ხოლმე. ხო, მაგაში არ ვარ დარწმუნებული რომ უფრო პოზიციონერი შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ მაშინ რომ ნუ ჩემი განცდა არის რომ რაღაც თვალსაზრისით წინასაარჩევნო რეჟიმშია, მოიცავს არაფერთ არ განსხვავდება მისი რიტორიკა იმისგან რაც იყო საპარლამენტო არჩევნებამდე 26 ოქტომბრამდე. თითქოს რეჟიმშია გახარია? იმ გაგებით რომ ანუ კამპანიურ რეჟიმში არის, ანუ იგივე მესიჯებით მოძრაობს, რა მესიჯებითაც მოძრაობდა 26 ოქტომბრის არჩევნებამდე. მაშინ როცა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ფუნდამენტურად რაღაცები შეიცვალა კიდე ამ ქვეყანაში, ის რომ ჯერ ერთი რომ არჩევნები ტოტალურად გაყავდა, ის რომ გამოვიდნენ და პირდაპირ ღია თქვეს უარი კიდევ ინტეგრაციაზე და ის რომ უამრავი ადამიანი აწამეს და მაგის შემდეგ ამას მოყვა უამრავი რეპრესიული კანონმდებლობა. სხვა რეალობაში ცხოვრობს საერთოდ. არგუმენტები რაც აქვთ, არგუმენტი არის ის რომ ისე მივიდივართ იქამდე რომ ნდობა არ არსებობს. არ არსებობს ნდობა. მისი არგუმენტი რაც მისმენია ყოველ შემთხვევაში საჯაროდ მისი გამოსვლებიდან არის ის რომ მას ყავს სპეციფიური ამორჩეველი, რომელსაც რაღაცა არც ნაცები ევასება, არც კოცები ევასება და ის თუ რაღაცა არ ვიცი რაღაცა დიდი გაერთიანების ნაწილი იქნება, მე კაცმა არის ეს გაერთიანება რამდენ ხანს გაძლევს, რამე გამოვა თუ არა, არა აქვს ნდობა რომ ვიღაცები რაღაცა არის პირობებს დაიცამენ თუ რას იზამენ თუ რა ბიჯებს გადადგავენ და მე შეიძლება ისევ დაიშალოს, მე ისევ ცალკე მოუწიოს და ცალკე თუ მოუწია დაგარგავს იმ რაღაცა მხარდამჭერებს, რომელიც ეხლა ყავს. რაღაცა დაახლოებით ეგეთი რაღაცა მაქვს წარმოდგენილი, სადღაც ეგეთ ლოგიკას. თვალობის არჩევნები ახლოვდება და გახარია არ გამორიცხავს ამ არჩევნებში ჩართვას და მონაწილეობას. თუ გახარია შევიდა ამ არჩევნებში და დანარჩენები ბოიკოტის რეჟიმში დარჩით. აი პოლიტიკურ ველზე სურათს რამდენად ცვლის და ხო არ ზარალდებიან თქვენი კოალიცია, ნაციონალური მოძრაობის და ლელოს ირგვლივ თუ გახარია ზარალდება. მე რთულად წარმოვიდგენია, მანამ სანამ პროტესტი არსებობს, რთულად წარმოვიდგენია, რომ
ხარიამ გადადგას ეგ ნაბიჯი და მიიღოს მაგაში მონაწილეობა სანამ პროტესტი არსებობს. არა, წინასაარჩევნო კამპანიაში თუ არა, მაშინ რატომ? არა, წინასაარჩევნო კამპანიას კი არ ვიგულისხმებ, განწყობა, იგივე განწყობით დადისკო, რაც შეიძლება რაღაცისთვის ემზადებოდეს, ხო? წინასაარჩევნო პერიოდში საპარლამენტო არჩევნებამდე რაღაცა ეგ სტრატეგია შეიძლება გასაგები ყოფილიყო, რომ მე რაღაც იმ სეგმენტზე მუშაობ და ამიტომ რაღაცა არ ვიცი, არც ნაცი ვარ, არც კოცი ვარ, ამ მესიჯით დავდივარ. მაგრამ მაგის მერე ვიძახი, რომ ფუნდამენტურად შეიცვალა რაღაცები და დღეს კიდე რაც მე შემდეგ რაც მოხდა და მაშინ რასაც გიპირებენ მათ შორის, რა ვიცი, დაჭერას და აკრძალვას გიპირებენ როგორც პოლიტიკურ ლიდერს. კიდე მაგითი სიარული ახლა ამ რეალობაში ისე რატომ დააკეთებს მაგას თქვენი აზრით და კომისიის ხდომაზეც რატომ მივიდა? თქვენი აზრით გამოადგა მას პოლიტიკური ქულები შესძინა ამა თუ პირიქით, იმიტომ რომ ორი რაუნდივით იყო. პირველ რაუნდში თითქოს გახარია იგებდა და მეორე რაუნდში უკვე ხელში სადავები ეჭირა თეატრ ლუკიანს. არ ვიცი, ანუ მე შემიძლია ჩემი ბაბლის განწყობები ნახო, ჩემი ბაბლის განწყობები არ იქნება ობიექტური. ჩემი ბაბში დაზარალდა, მაგრამ მისი ბაბლი განსხვავებული ბაბლია, რომელთანაც მე ესეთი ის არ მაქვს. შეხება და არ ვიცი იქ რა განწყობები იყო და რა შეიძლება მის ბაბში მაყოფილები დაჩნდნენ. აი ამიტომ ვკითხულობ, რომ ეს არაჩვეულებრივი იდეა, რომელიც თქვენ გაქვთ და ძალიან მომწონს ახლა მოვისმინე მეც და ერთგვარად მართლა პროცესების და პოლიტიკური პროცესის შექმნის ხელშემწყობი იქნება, რომ მეორე მხარემ უკანახოს ამ არალეგიტიმურ რეჟიმს რა გააკეთოს, უცხოელებთან ცალაპარაკო იქნება, მაგრამ აი ამ პროცესში მაინც თუ ჩაერთვება. თქვენთან საჯაროდ პირველად იმიტომ მოვყვები და იმიტომ არ ყვებოდი, რომ მე არანაირ არ მაქვს რაღაცა ეს იყოს ჩემი იდეა და მე ვიღაცები ამას შემოერთდა რაღაცა პირიქით ამაზე ველაპარაკებოდი, არა მარტო პარტიებს, არამედ სხვადასხვა რაღაც აქტივისტურ ჯგუფებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ამ შემდეგ, რომ ჩემი სურვილი არის, რომ სადღაციდან წამოვიდეს ეს რაღაცა და არც იმაზე არ მაქვს პრეტენზია, რომ გინათო რა რასაც მე ვიძახი, მაგის და მაინც ესე უნდა იყოს, მაგრამ ეს არის იდეა, რომელიც რაღაც კონკრეტულ გამოწვევებს პასუხობს. კიდე არც იმას ამბობ, რომ გარანტია გამარჯვების, მაგრამ რაღაც კონკრეტულ გამოწვევებს პასუხობს. პოლიტიკურ პროცესს გააცოცხლებს, ადამიანის პროცესში ჩართავს, ადამიანს გასცდას გაუჩენს, რომ ისინი მართლა რაღაცა მნიშვნელოვანი მონაწილეები არიან, თვითონ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და უბრალოდ რაღაცა რუსთაველზე არ მიდიან, მოდიან მარტო, სხვა რაღაცას არიან დაკავებულები. გააცოცხლებს მათ შორის, რა ვიცი, ოპოზიციური მედიასაც, იმიტომ რომ საქმე იქნება, გასაშუქებელი საქმე იქნება. პარტიებს გააცოცხლებს ოპოზიციური მედია. პარტიებსაც გააცოცხლებს, იმიტომ რომ საქმე გაუჩნდება ყველას. მაგრამ რა მილიონერად შეიძლება გადააკეთო, შეიძლება რაღაცები შეცვალო, შეიძლება რაღაცები დაამატო, რავი, ეს ხო რაღაცა ის არის, ჩონჩხი არის რეალურად და ბევრთან მაქვს ლაპარაკები რა, მართლა ბევრთან ლაპარაკები და საპროტესტო კრიტიკულ მასაშიც ელექტორატშიც, იმიტომ რომ სწორედ ისინი იყვნენ ინიციატორები, არ გამოჩენილიყვნენ მათ რიგებში პოლიტიკური ლიდერები. ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი რო აიღო, ყავს თავისი რაღაც სოციუმის რაღაცა ნაწილი, რომელიც მას ენდობა და მას მიყვება. ხო, ანუ მე მყავს რაღაცა რაოდენობა, რომელიც მე მენდობა, მე მომყვება და ყველა დანარჩენს ესე ყავს. ახლა ჩემებს ისინი არ მოწონს, იმას ესენი არ მოწონს, ჩემებს გონიათ რომ მე ვარ ესეთი, იმათ გონიათ რომ ის არის ისეთი, მაგას ხო შინაარსი არ აქვს. ყველა ერთად უნდა დადგეს, მაგრამ კიდევ მეორე პოლიტიკოსების გარდა კიდევ უამრავი ადამიანია, რომელსაც რაღაცა ენდობიან და მოყვებიან. აი ეგეთი ხალხიც ყველა უნდა დადგეს, მნიშვნელობა არ აქვს, ის არის მასწავლებელია, მსახიობია, თუ ვინა, უამრავი ადამიანია, ხო, ხა ჩართული. ყველას რაღაცა ნდობა აქვს და ვიღაცა მოყვება, ხო? ეს ყველა არის გასაერთიანებელი და ყველამ უნდა დაიწყოს ერთენაზე ლაპარაკი. ესეთი ტიპის რეჟიმებში, ესეთი ტიპის რეჟიმის პირობებში მოლოდინი იმისა, რომ რაღაცა ოპოზიცია კრამიტებს დალეწავს, აბსურდია, არ არსებობს დედამიწაზე, ეგ რო ხდებოდეს, მაშინ ესეთი რეჟიმი აღარ არსებობდა. მაშინ მოვიგებდით უკვე და დავამარცხებდით და დამთავრებული იქნებოდა ეს ამბავი, ხო? ესეთი რეჟიმის პირობებში რო არსებობს თუნდაც კრიტიკული მედიის ის რაც არის დარჩენილი, სამოქალაქო სექტორის რაც არის დარჩენილი, პარტიების ის რაც არის დარჩენილი და პროტესტი რაც არის რუსთაველზე, ეგეც არის უკვე მნიშვნელოვანი და მაგითი ვართ ახლა ჩვენ განსხვავებული რუსეთისგან და ბელორუსისგან. ბევრჯერ მithქვამს ეგეც, რომ როგორც კი ამ კერებს, აი 4 რაღაცა წარმოვიდგინეთ, არ ვიცი, კერა თუ სვეტი თუ წერტილი წინააღმდეგობის ეს არის კრიტიკული მედია, სამოქალაქო სექტორი, პარტიები და პროტესტი. მაგის ჩაკლაზე მიდის ხო იქიდანაც მუშაობდი ისინიც ეგრე ხედავენ, რუსებიც ეგრე ხედავენ, რომ ეს არის ხა რაც არის წინააღმდეგობის კერები დარჩენილი. ამას როგორც კი ჩაკლავენ, დამთავრდება. მოკლედ, გახარია რომ თავის თამაშობს, ეს ჩანს, არ ვიცით საბოლოო ჯამში კარგია, ცუდია, პარლამენტის მანდატებზეც უარი არ ვთქვამს. ესეც საინტერესოა მისი არგუმენტი, რომ მე დაფინანსებას ვინარჩუნებ ამით და სხვა წყარო არ მაქვს, ამას ამბობს. თქვენ სხვა შეგეძლოთ იგივე. ხომ არ ფიქრობთ, რომ კი ძალიან მორალურად ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ თავის დროზე და იმ მომენტში სხვას არაფერს ელოდა ნამდვილად ის ხალხი, ვინც ქუჩაში იდგა. ამაზე რას ფიქრობთ? ეს რომ მიპასუხოთ და აქვე
გითხავთ. ელენე ხოშტარია როდესაც დააკავეს და მე ვნახეთ მართლა წამებას გაუთანაბრდა ის როგორც ეპყრობოდნენ. მე არ მინახავს თუ მეშლება შემისწორეთ გახარიას გუნდის მხრიდან ან სოლიდარობის გამოხატვა ან კრიტიკა ხელისუფლების მიმართ ამ ფაქტის გამო და იყო რამე მსგავსი თუნდაც პირადი შეხმიანება ელენესთან ან თქვენთან. არ ვიცი სიმართლე და შეიძლება ელენეს შეეხმიანენ, მაგრამ საჯაროდ მეც არ მახსოვს რამე. მაგრამ ამდა თავს ვერ დადებ, შეიძლება ელენეს შეეხმიანეს და რაღაცა მიწერეს, ამიტომ არ ვიცი, ალბათ ელენეს უნდა გითხოთ ეგ. ნაბიჯებსაც შეეხება ნუ რა ვიცი, ჩემთვის აქ შემთხვევაში ხა პირადად ჩემი გადმოსახედიდან ვლაპარაკობ რა ჩემი აზრით ესეთი რეჟიმების პირობებში იმ რეალობაში როცა შეიძლება არ ჩანდეს ძალიან ცალსახად როგორ მიდიხარ გამარჯვებამდე თუ რამე გრჩება ადამიანს არის ის რომ რაღაცა ინდივიდუალურად ცალკეულმა ადამიანებმა აჩვენონ რაღაცა პრინციპულობის მაგალითი ხო ამიტომ ჩემს პრინციპული საკითხია ეგ რაღაცა იქ არის მანდატებზე უარის თქმა იქნება დაფინანსებაზე უარის თქმა იქნება ხელფასზე უარის თქმა იქნება თუ რა იქნება არ არის მარტივი ამბავი არ ვიცით თუ არა მაგრამ როგორ მუშაობს ეს მარტო ის არ არის რაღაცა მანდატზე უარი თქვი და ამბავი მე მახსოვს 2020-ის ეხლა 2020-ის არჩევნების მერე ხო არ შევედი 8 წელი იქნება ჯამში, როცა პარლამენტში გავდივარ და არ შევდივარ პარლამენტში, მაგრამ მაშინ პრინციპული საკითხი იყო და ხელფასის მარტო იმასაც თავიდან რომ პარტიის დაფინანსება და რაღაცა ხელფასის ამბავზე რომ გესმოდეს, რაღაც თვეების მერე გირეკავენ და გეუბნებიან, რომ რაღაცა შენ სახელზე არის ამდენი ფული და მოგვეცი ანგარიშის ნომერი რომ ჩაგერიცხოთ. ეხლა რომ წარმოიდგინოთ, რამდენი თვე გავიდა, ხო? ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი 6 თვეა, ხო გასული? გაზრდილი ხელფასები. ანუ ეხლა ჩემი მანდატები გაუქმებულია, მაგრამ მაშინ ხო არ იყო გაუქმებული თელევიზია, ანუ ეხლა შეიძლება დაერეკა და ეთქვათ, რომ პატრონს ვურავთ თქვენ სახელზე 60,000 ლარია და ანგარიშის ნომერი მოგვეცი და სად ჩავიცხოთ. და მე მიკეთებდნენ მაგას 20-20 არჩევნების მერე. მირეკავდნენ საბიუჯეტო ოფისს თუ რაღაც არის პარლამენტს, რომელიც რაღაც პერიოდულად მირეკავდა და ეს თანხა ემატებოდა და სულ დიდ თანხას მეუნებოდნენ, რომ ჩაგერიცხავთო. და პირველი დღეს მოყვებოდნენ თვითონ მათი პროპაგანდისტული მედია გამოაცხადა და რთული იყო ალბათ და ხო მესმის არა ჩემს არ იყო რთული და ჩემს ეგეთ რაღაცები იმენად ის არის რომ რაღაცა უეუნებოდი ყოველ ჯერზე რომ არა და ალბათ ერთადერთი ვარ მართლა იმ მოწვევის პარლამენტში რომელსაც ლარი არ ამიღია იმ პარლამენტში იმიტომ მე რაღაცა ნაწილი შევიდა მე ცხადია ყველაფერი ერთად ჩაურიცხეს რაც მანამდე დაგროვდა და ასე შემდეგ ხო მაგრამ იმის თქვა მინდა რომ ეგეთი რაღაცები სულ არსებობს ანუ ეხაც მაქვს ეგეთი რაღაცა და ეხაც ჩემთანაც მაქვს ხოლმე მაგაზე მე რა მაქვს თვითონ მესაუბრებიან მაგრამ ეხა მაქვს გირაო დაკისრებული 18 რიცხვამდე 18 მაისამდე მაგ დაკისრებული გირაო რომელიც მაგ გადავიხადოთ ამდენ დამაკისეს მე 20,000 და 20 მგონი ანუ და გადაკეთვაზეც გადაკეთვაზე ცალკე მაქვს ჯარიმები ხო 20 მაქვს და 500-იანი 18-მდე გადავიხადო და 22-ში მაქვს პროცესი და ნუ თუ არ გადავიხადე პროკურატურა შევა აკვეთი პოლიციების შეცვლის იმით და სავარაუდოდ მოითხოვენ რომ დამაკავონ ხო რასაპირებთ არ ვაპირებ არამედეც ქონა ნათქვამი რომ მე არ გადავიხდი მეთქი მგონია რომ ეგეთი რაღაცები არის მნიშვნელოვანი ეს არ არის რაღაცა პატარა რაღაცა ნებისმიერ ეგეთ რაღაცაზე ყოველთვის შესაძლებელია იქით ამ მხრიდან არგუმენტების მოყვანა ანუ ძალიან მარტივია მაგრამ ის კი არ არის იქით ამ მხარეს არგუმენტები იქით ამ მხარეს არგუმენტი ყოველთვის არის ვიღაცა ყოველთვის იტყვის რომ შესულიყავი აგეღო მანდატი და შიგნით ტრიბუნა გექნებოდა და ტრიბუნას გამოიყენებდი ვიღაცა ყოველთვის იტყვის რომ აგეღო სულელი ხარ გახარია სწორად იქცევა აგეღო პარტიული დაფინანსება სამაგიეროდ პარტია შეინარჩუნა ვიღაცა ყოველთვის გეტყვის რომ აგეღო ხელფასი და ეს ხელფასი გამოგეყენებინა მე რაღაცა ბრძოლისთვის და რაღაცა ესეთი რეჟიმის პირობებში როცა რესურსებისაც დეფიციტურია როგორ შეიძლება ამ რესურსებზე უარის თქმა ან ეხა გეტყვის რომ რაღაცა რა გინდა რატო უნდა ჩაჟე ციხეში ციხიდან უფრო მეტის გაკეთება შეძლებ თუ არა ჯობია რომ გარეთ იყო და გარეთ უფრო მეტის ყოველთვის არის იქით ამ ხარეს რაღაცა არგუმენტი რომელთაც შეგიძლია განსხვავებული საქციელი გაამართლო. ო ჩემთვის ყოველთვის პრინციპული პოზიცია იყო რომ ხო არ ინდივიდუალურად ჩვენება იმისი რომ მე ამ რეჟიმთან არ თანამშრომლობ და ჩემთვის ეს არის პრინციპული საკითხი და არაფერს არც ერთ შემთხვევაში მათთან არ მექნება არაფერი ანუ არც გირაოს არ გადავუხდი და არც ამ რაღაცა მოთხოვნას არ შეუსრულებ და არც ამას არ ვიზამთ ჩემი არის პრინციპული საკითხი რასაც ბევრი არ იზიარებს და იზიარებს საწინააღმდეგო არგუმენტებს რა ვიცი ჩემთვის გასაგებია მაგრამ დაგაპატიმრება არ ვიცი რავი ანუ
მეორე მხრივ იქით ამხარეს ლოგიკა არ არის. ანუ როგორ უნდა დაასაბუთონ, რომ აკვეთი ღონისძიება გინდა თუ არა პატიმრობა უნდა გამოიყენოს ჩემთან მიმართებაში, ეგეთი ლოგიკა არ არსებობს, იმიტომ რომ ჯერ ერთი როცა დამიბარეს პროკურატურამ სტრასბურგში ვიყავი, ჩამოვედი და მე ხო არ დავდივარ, არსად არ დავდივარ, სადაც ამის ახლა ერთ-ერთი სადაც დავდივარ არის სასამართლო. ამასაც მიხსნე სასამართლოს ყოველჯერზე სასამართლოში ვეუბნები სასამართლოს რომ აქაც იმიტომ კი არ მოვდივარ რომ ჯერა თქვენი რომ რაღაცა გაქსიმათოს იყო. უბრალოდ სასამართლო არის ადგილი სადაც ყველაზე კარგად ჩანს ესეთი რეჟიმის პირობებში რამდენად დამპალია სისტემა. და მაგიტო სასამართლოში დავდივარ. შემზე კი არა, სხვები სასამართლოებში დავდივარ, რომ უყურო და სუმახსოვდეს რა ხდება და რა რეალობაში ვცხოვრობთ, იმიტომ რომ ესე ვერ ხედა. როგორც კი გამოითიშები ამ რაღაცას სახში დაჯექი, ბევრ რაღაცას ვერ დაინახავ. მაგრამ ეხლა რომ იარო რეგულარულად თუნდაც იმ ახალგაზრდების პროცესებზე და უყურო მოწმეები რას დაპარაკობენ, პროკურორი როგორ იქცევა, მოსამართლე როგორ იქცევა და მანდატურები რა შეებიან და შემდეგ სულ ექნება ეგ განცდა არ დაგავიწყდება, რომ აი ამ რეალობაში ცხოვრობ და ეს რეალობა თუ არ შეცვალეთ, შათვალე რომ შეშულებსაც აქ ტოვებ. ხო და მაგიტო დავდივარ იქ და ამიტომ რატომ დამაკამო ვერ ხვდები ანუ ვეუბნები რომ რა არც არ გავდივარ მოწმეები ჩემთან საქმეში არ არსებობენ ანუ ვინ მოწმე უნდა იყოს განმეორებით დანაშაულს ჩაიდენო თუ მეუბნები განმეორებით დანაშაულს თუ დამიდვარეს წოლოკიანი 17 ჯერ დამიბაროს არ მივალ ხა მაგას გავიმეორებ მაგ დანაშაულს მაგრამ სხვა მაგას მედავებიან ხო სხვა რამეს ხო ვერ დაიწყებენ ხა მე გავიქცევი და ვიღაცას მოვკრავ მაგას ვერ მეუბნები დანაშაულსაც მედავებიან არის რომ წოლოკიანის დაძახებულზე არ მივედი მაგას ვეუბნები რა თუ დამიზახეს კიდე არ მივალ მაგრამ რატომ დაგიძახათ ეს არ მახსოვს ასე არა ვარ რავით შოუს ამბავია თორე მე რა შოუში ვარ ჩემ შემთხვევაში არის საუბარი იმაზე რომ რაღაც უბრალოდ კომისიას აინტერესებს ჩემი აზრი ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით 2004-დან 2012 წლამდე. ანუ შეუძლიათ მოსეს დაიძახოს თქვენს დაგის ნებისმიერ შეუძლიათ დაუძახონ. როგორც მე დამიძახეს და კითხო რომ თქვენი აზრი გვაინტერესებს რა. მოდი და მოყევი. და თუ არ მოხვალ ჩახსნო ციხეში. ზურა, წულკიანთან შეიძლება და მის კომისიასთან პირდაპირ პარალელი არ არის, მაგრამ შოუებზე რო ვლაპარაკობდით, თქვენ თავის დროზე უცნობის შოუში წახვედით და რა იყო მაშინ მიზანი, რომ მისი აუდიტორიისთვის, მის აუდიტორიამდე მიგეტანათ გზავნილი და დღეს როგორ უყურებთ, აი დღევანდელი გადასახედიდან ღირდა იქ მისვლა, იმიტომ რომ ეს ძალიან პოპულარული იყო ეს ვიდეოები, თქვენ რომ მას უხსნიდით, რას ნიშნავს? ეხანელი გადასახედიდან ალბათ შავი და თეთრი. მაგრამ ამე განსაკუთრებული მიზანი არ ქონია, ეხანელი განსახედიდან ალბათ კი, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა და დღემდე ხვდებიან ადამიანები, რომლებიც რავით მაგ იმაზე, მაგ ეთერზე მელაპარაკებია ხოლმე, მაგრამ არანაირი მიზანი არ მქონია სანდვიჩის წასვლას არ ვაპირებდი. როგორ მოხდა ეგ ამბავი რომ მოგიყვეთ, არ ვაპირებდი წასვლას. საერთო ჩატში გოგა ხაჩიძე იყო პირველი, ვინც დაწერა რომ ჩემი ეცნო წახვიდეო, რადგან გოგას უთხარ რომ არა მეთქი რა, მეზარება მეთქი რაღაც. თვითონ შემოთავაზათ თუ? თვითონ შემოთავაზა. ხო, ვიღაცა დამიკავშირდა პროდიუსერი შემოკაბა თვითონ მიმოწერა. პროდიუსერი შემეხმარა და მე ისე მოხდა რომ ამ ჩატში წავაგე უბრალოდ ყველა ჩემები ვინც იყვნენ, ყველამ რაუგე ხო წადი და ეგრე წავედი თორე ეს არ ვაპირებდი ამ სულ შემთხვევითი ამბავია. იმ რატო გადაწყვიტა რომ სეზონი ჩემი გაიხსნა, არ ვიცი, მაგრამ რამე მიზანი არ მქონია რომ რაღაცა უბრალოდ შემემთხვეს რომ წადი და წავედი. ხომ არ ფიქრობთ თქო რომ ამჯერადაც გამოიყენებთ თქო ეს მინდა კითხოთ აი სხვადასხვა რაღაცა არის ხა ის არის რაღაცა სხვადასხვა რამეა მაგრამ მაინც ეთერში მიდიხარ სხვა არის და ეს რაღაცა ანუ აქ მისვლით ლეგიტიმაციასაც და კომისიასაც და პარლამენტსაც და ყველაფერს საერთოდ სხვადასხვა რაღაცა მაგრამ თქვენ ხო ამბობთ რომ აზრი არა აქვს უკვე თქვენიანებთან საუბარს მათ ისედაც იციან რა ხდება ახლა უნდა მიხვიდეთ იმ ადამიანამდე, რის გამოც გავიდა მაგალითად ცოტნე ბადრი და ჩელე პარტიიდან, ხო? აპირებენ კიდე არსებობს რესურსი, რომ აი პროდასავლურ ელექტორატს ქართული ოცნებისას მიაწვდინონ თავისი ხმა და სიმართლე. აი თქვენ როგორ უნდა მიხვიდეთ? მე ამჯერა რომ იქით ამ რესურსი არსებობს, ან მე ამჯერა რომ ლაპარაკით შეიძლება გადმოიბირო ეხლა ადამიანები, რომლებსაც ნახეს დეკრების დასაწყისში ადამიანებს როგორ აწამებდნენ და მაგის მერე კიდე დარჩენ კოცებად, მე მაგის ლაპარაკით გადმოვირებს ამჯერა. მე ამჯერა რომ თუ აქეთ დაინახავენ ძალას და გაჩნდება შიში რომ რეჟიმი მარცხდება, მაგ შემთხვევაში შეიძლება ეგეთი ადამიანები აქეთ წამოვიდა, მაგრამ ის რომ ლაპარაკით რაღაცას აუხსნი, როგორი საქართველოს მინდა და რატო ჯობია ესეთი საქართველოს ივანიშვილის საქართველოს და მაგით ვიღაცას დაარწმუნა და მაგის გამო კოცი, რომელიც დღეს დარჩა კიდე კოცი თორე. მანამდე გადმობირების მჯეროდა და მანამდე გადმოიბირეთ კიდევაც ბევრი გადმოვიდა აქეთ მხარეს. ამის ამ ყველაფრის მერე რაც ახლა ვნახეთ ამის მერე რომ ვიღაცა მაგის გამო წამოვა, რომ რაღაცა ახლა დაიჯერა და რაღაცა სხვანაირი საქართველოს მოეწონა და აქ წამოვიდა, მაგისი ნაკლებად ჯერა. ანდროს დედა ამბობდა ერთ-ერთ ვიდეოში გუშინ უსმენდი, რომ მნიშვნელობა აღარ აქვს ადახარო, რომ მაინც ციხეში ვარო. მაინც გარეთ ხარ თუ სახლში ხარ, მაინც ციხეში ხარ ამ ქვეყანაში და რას აქვს აზრი? ბრძოლას. აი მიუხედავად თუ რამეს აქ ხა აზრი,
აზრია, ერთადერთი რამის გააზრებას აქვს აზრი, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ ჩანდეს სინათლე გვირაბის ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო რაღაცა საყოველთაო ნიჰილიზმი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უამრავი პირადი პრობლემები ქონდეს თავზე დაყრილი და ვერ აგვარებდე და აგერ დაგერიოს ბევრი რაღაცა ცხოვრება რაღაცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყოველ დღე რაღაცას გაკეთებას ბრძოლას აქვს აზრი, რომ ხელები არ გაჩერდე, მაგას აქვს აზრი. თუ რამეს აქვს აზრი, მარტო მაგას აქვს. რუსთაველზე დგომა მგონია მაგიტომ მნიშვნელოვანი. აი ყოველ საღამოს რუსთაველზე, როცა ახერხებ, მე ვერ ვახერხებ ყოველ საღამოს, მაგრამ როცა ვახერხებ, ყოველ ჯერზე გავდივარ. იქ გასვლაც კი არის მნიშვნელოვანი. სულ არაფერი არ გააკეთო მთელი დღის განმავლობაში, მარტო ის რომ რუსთაველზე გახვედი და დადექი საღამოს, ეგეც არის უკვე საქმე. აი სასამართლო აღწერეთ თქვენ პოსტში გუშინდელია თუ არ ვცდები ნიკა კაციადან გამომდინარე და ტყუილი ყველა ფეხის ნაბიჯზე და ეს ტყუილი არის ის რასაც ეფუძნება რეჟიმი და ბოლოს ასე ამთავრებთ რომ ეს ტყუილი დაასრულებს ამ რეჟიმს. აი რა გაძლევთ მაინც ამის საფუძველს, იმიტომ რომ მართლა არაჩვეულებრივად მოიგო ტყუილი და პროპაგანდა რეჟიმმა. აი ეს რო არის სერიალი არის ჩერნობილი, იქ არის ბოლო სპიჩი, სადაც ის ერთ-ერთი მეცნიერი ყვება საბოლოო ჯამში მაგას ხსნის. როგორ მიდიხარ ტყუილიდან იქამდე რომ შეიძლება ატომური კატასტროფა დაგემართოს. მეც გონია რომ ეგრე არის. საბოლოო ჯამში ეს ტყუილი არის რაც ხრავს ყველაფერს და შეუძლებელს ხდის რომ ეს სისტემა, ანუ შეიძლება გადარჩეს რაღაცა პერიოდი, მაგრამ შეუძლებელს ხდის რომ ეს სისტემა გრძელვადიანად იყოს სტაბილური და გადარჩეს. 70 წელი იდგა საბჭოთა დამპალი სისტემა ტყუილზე. მაგიტო ვიძახი რომ მე არ ვიცი როდის მოხდება ეს, მაგრამ საბოლოო ჯამში არა, იმედია 70 წელი შეიძლება მაგისტმა რომ ტყუილმა დაშალა ეგეც, რომ ჩაყვე, მაგ კუთხით თუ გაანალიზებ და რაღაცა სიტყვაზე იმაში არ წახვალ. მაგრამ იმაში თუ წახვიდე იქაც ტყუილს მიაგნებ. კი, სადაც არ უნდა წახვიდე საბოლოო ჯამში მიაგნებ დახვალ იქამდე რომ კი ტყუილი და სიყალბე არის ის რაც ალპობს ამ ყველაფერს მერე და შეუძლებელს ხდის რომ ეს გადარჩეს. არამდგრადია. ზურა, აი ვიზა ლიბერალიზაცია რამდენად იქნება ის თემა, რომელიც აი ყველას შეეხება, მერე და ყველას გამოაფხიზლებს, მათ შორის ქოცებს. იმ ხალხს, რომელმაც დღემდე ვერ გაიგო რა ხელას იკეთეა ეს და ეს დასავლეთი მარტო არ არის, უბრალოდ რომ დადიან, ცოტა მეტია. და აი კობახიძე არა, მამუკა მდინარაძის განცხადება ეს ვიზა ლიბერალიზაციაც მიაბეს სუვერენიტეტს შანტაჟის ბერკეტი. აი ახლა ამას რომ გავუძლებთ, ესე იგი ვიზა ლიბერალიზაციის აი სამ ხელას იკეთე ევროპაში თავისუფალი მიმოსვლაც რო აღარ გვექნება, თურმე ეს იქნება სუვერენიტეტის გამყარება. ეს შანტაჟი რაზე არის, მაგრამ ადრე რასაც ყვებოდნენ იყო რომ გვაშანტაჟებდნენ რომ მეორე ფრონტი უნდა გავხსნა და უშნო ჩავერთოთ და დიპ სტეიტი აკეთებს ამასო, ბაიდენს აკეთებინებენო. ეხა ხო შეიცვალა, რომ ეხა ტრამპი არის, ეს ასაკეთებს კაცმა არის რბილად რო ვთქვათ, მაგრამ სუიდობაზე ლაპარაკობს და ომის გაჩერებაზე ლაპარაკობს 24 საათი ყოველ დღე. ანუ ეხა რას შვება, რაზე გვაწვება ეს დიპ სტეიტი, ყველგან ამიტომ გითხოსო. ეხა რა უნდა დიპ სტეიტს, ანუ იმას ომის გაჩერება უნდა, ანუ ომში აღარ გვთავენ. თუ მაინც გვთავენ ოფში, ანუ იქ აჩერებენ და აქ უნდა დაიწყო ომი თუ არა, რაზე გვაწვებიან მაგას ვერ ხდება. ეხა რა არის დიპ სტეიტის ამოცანა საქართველოში. სამშვიდობო ძალები საქართველოში. სამშვიდობო ძალები საქართველოში. გადავარდეს. აი ესეთი ზურა ჯაფარიძე მენატრება მე პირადად. სამშვიდობო ძალები 2008 წლამდე და 2023 ქართული ოცნება, ანუ რუსები ყველგან. Everywhere. ხო, მოკლედ ვიზა ლიბერალიზაციას რო დაუბრუნდეთ. გამომაფხიზლებელი იქნება, აი განგაშის ზარი, აი ეს ალარმი იქნება. არ ვიცი რამდენად გადამტეხი იქნება, მაგრამ ვიღაცებისთვის იქნება, მათ შორის ქოცების ოჯახის წევრებისთვისაც, იმიტომ რომ ვიზა ლიბერალიზაცია მარტო ის არ არის, რომ რაღაცა სადღაც ტურისტურად წავედი მარტივად და დავისვენე. ხო, ეგ არის, რა ვიცი, უამრავი ადამიანი სამკურნალოდ დადის, უამრავი ადამიანი სასწავლოდ დადის, უამრავი ადამიანი იყენებს მაგას ბევრი სხვადასხვა მიზნებისთვის, არა მარტო ბიზნეს მიზნებისთვის, არამედ ბევრი სხვადასხვა მიზნებისთვის. და ყველას კირნეული იქნება, მათ შორის განსაკუთრებით ახალგაზრდა თავამ არ იცის ხო რა არის ეს არიცი. იმ ვიზოს გარეშე ამბავ, ის რომ უნდა წახვიდე და სადღაც რიგში დადგე და 16 გვერდიანი აპლიკაცია უნდა შეავსო და ამ აპლიკაციას ფოტო უნდა გადაიღო და მიიტანო და CD-ზე ცალკე და ამობეჭდილი ცალკე და იქ უნდა ჩაწერო პასპორტიდან იარო და ბეჭდები რომელიც წელს სად იყავი, წასული რამდენჯერ იყავი, გასული და რაღაცები და ეს საუთები ჩააბარო და მე უნდა ელოდო და მე გასაუბრებაზე მიხვიდე და ეს ბევრს არ უნახავს, ბევრმა პირდაპირ დაიწყო ახალგაზრდებმა სიარული აქეთ მარტივად და სტატისტიკა მაჩვენა რომ დაახლოებით ცოტა გადის. ხო. და აქედან რამდენიმე ასეული 1000 ორჯერ და სამჯერ ამ ხნის განმავლობაში. ანუ ხმის მიცემის პროცესში ეს რას შეცვლის?
ვინც გადის მაინც კრიტიკული მასა არის ჩემი აზრით და მათ შორის ბევრი კოცები დადიან, ეხლა იმდო ძალიან ბევრი ფული აქვს და გულაობენ. ერთობიან საშოპინგო ტურებზე დადიან, ვიკენდებზე გადაფრინდებიან, გადაფრინდებოდნენ. კი რა თქმა უნდა. როცა ჩვენ მე არ ვიცი ეს გადატეხავს თუ არა სიტუაციას მაგას ამბობ, მაგრამ ვიღაცებს აშკარად გამოაფხიზეს. ვიღაცებს მათ შორის ოცნების ხალხებს და ჯერ კიდე ჯერა იმ ბოდვის რომ ესე რას ამბობენ ახლა რომ ჩვენ მაინც ყველაზე უფრო იმას კი არ ამბობენ რომ 2030-ში გავწევრიანდებით ევროკავშირში. ჩვენ ვიქნებით ყველაზე მომზადებული კანდიდატი ქვეყანა 2030 წლისთვისო და მე რომ ბიუროკრატიას ბრიუსელის ბჭყალებში გაზოლიკებული ბიუროკრატია შეტანოს რომ ჩვენ იმზადოთ, მაგრამ ისინი არ ვიღებენ ჩათლახები არიანო, ეგრე თქვან. მაგისთვის ახლა ეგ მესიჯი აქვს და ეგ ხალხიც დაიჯერებს მაგას რომ რავი სად თუ მიდიხან თუ მართლა კიდე ვინმე შეჯერა იქ მხარეს რომ ეს ქვეყანა მიდის ევროპისკენ რა ის კი არა რომ ეხა გაჩერდა ევროინტეგრაცია რაც გვაქვს იმასაც კარგავდა მაგრამ მარტო ვიზუალიზაცია არ არის თავისუფალი ვაჭრობაც არის ეხა შემოსავლებზე მართლა ქონათ პრობლემა მაგრამ არც ისე კატასტროფული პრობლემა რომ ვაიმე რაღაცა ჩამოიშლებიან და იქცევენ მართლა არის ომერ არის წყობის ნახე გარღვევა აქვს მოგების გადასახადში გარღვევა აქვს აქციის გადასახადში რაც ჩანდა მაგრამ არა კატასტროფული ჯამში დააჯამოს სადაც 100 მილიონ ლარზე ლაპარაკი და 100 მილიონ ლარი ხა 28 მილიარდიან ბიუჯეტში 100 მილიონ ლარი არ არის კატასტროფა. სადაც აქ გარღვევა აქვს უცხოეთიდან ვალების აღებაზე და ეს ვალები ჭირდებათ, ფული ჭირდებათ. და პირველი კვარტალის გეგმა რაც იყო 50%-ით აქ მარტო შესრულებული. ანუ ეგ შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ უცხოეთიდან სესხების პრობლემა დაუდგათ. ანუ აღარ ენდობიან და ფულს აღარ აძლევენ. არა უშო ჩინელები მისცენ. ხო, იყო ჩასული ჩინელები მისცენ. მაგას ეუნებიან შიგნით ამ ვიღაცებს, მაგრამ როგორც ჩანს არ აძლევენ, მაგრამ ხომ მოიტანდნენ 8-დან 50%-ით აქ შესრულებული. ასაღები აქვს თუ სწორად მახსოვს. შეერთებული ემირატებიდან სად არის მე? რაზე დგანან არის ის, რომ ბევრი ქართველი გავიდა ბოლო წლების განმავლობაში ეს ხო როგორ რაღაცა ეკონომიკა ხო როგორ მუშაობს დღეს რო აქ მუშაობს ქართველი რომელსაც არ ვიცი საათში პირობითად ვიცი საათში აქ არ ვიცი 15 ლარი გადის გადავიდა პოლონეთში და სიტყვაზე საათში აქ უკვე $20 ანუ აქ ქონდა 15 ლარი უცებ გავუხდა 3-ჯერ მეტი 4-ჯერ მეტი შემოსავალი და იქიდან რაღაც ნაწილს რიცხავს აქ იქიდან გადმორიცხული ფულით აქ ინახავენ ოჯახებს და ეგ არის რავი ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ხა მეორე რაც არის ექსპორტი იმის გამო რუსეთი არის დასანქცირებული აი რიცხვებში რაც ჩანს რა ტურიზმი ბოლო რიცხვები რაც ნახე შარშანდელი ბოლო თვეები აკდა ზრდა არ ქონათ მაგრამ რაღაც ვარდნაც არ იყო მაგრამ დაც არ იყო ხო და რეექსპორტი არის რაღაცების შემოდის აქ რაც გადის მე შუაზიდან გადის რუსეთში მაგალითად რო გესმოდეთ მაგალითად ყაზახეთი იყო ყირგიზეთი აღარ მახსოვს ომამდე უკრაინის თუ იყო საქართველოს ექსპორტი 80 მილიონი ეხა არის 900 მილიონი 11-ჯერ 12-ჯერ გაზი. ხო, მაგაზე დგას ახლა ამ წუთში. თქვენ თვითონ ამბობთ, რომ ქართული ოცნება მიდის იქამდე, რომ არჩევნებით ამ ქვეყანაში არაფერი აღარ მოხდება. მაშინ რა გამოსავალი დარჩა რევოლუცია და ვინ აწყობს ამ რევოლუციას? ქუჩიდან მოგება ყველა შემთხვევაში. რევოლუციას ყოველთვის აწყობს ხალხი. მაგრამ რევოლუციას ვერ მოაწყობს ერთ-ერთი ცალკე აღებული პოლიტიკური პარტია არის გამორიცხული. მაგას ჭირდება ხალხის ჩართვა პროცესში და ხო, მაგაზე არის ამუშავა. მაგრამ ჯამში ხო მე მჯერა, რომ რევოლუცია ის კი არის გულისხმობა, მაინც რაღაცები დალეწო და ანგრევ რაღაცა, მაგრამ უნდა ძალით ქუჩიდან ვაიძულოთ, რომ დაიხიონ უკან. და მე მაგნებების შემთხვევაში არჩევნები უნდა ჩატარდეს ყველა შემთხვევაში გინდა ესე როგორც არ მომიხიდე საბოლოო ჯამში არჩევნებით უნდა გავაგზავნოთ ჩვენ გზა. ფინალისკენ უნდა წავიდეთ და გულშემატკივრებზე ვლაპარაკობდით და ვინ არის ყველაზე მეტი გულშემატკივარი ოჯახში და აი ძმა კონკურენტია თუ თანამებრძოლი? გია ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობიდან გვიდა. არა თანამებრძოლია. ნამდვილად თანამებრძოლი იყო ყოველ მიუხედავად იმისა რომ რაღაცა მე რაღაცების ისიჯერა იმ რაღაცების იდეოლოგიურ თვალსაზრისით არ ჯერა ჩემს მარჯნივარი უფრო, მაგრამ უფრო ცენტრისკენ არის და უფრო რაღაცა პრაგმატული რეალ პოლიტიკის მომხრე ტიპი იყო ყოველთვის, ალბათ იმის გამო რომ დიპლომატია და რაღაც სხვა ტიპის ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, მაგრამ ჩემი თანამებრძოლი იყო ყოველთვის. ყოველთვის ჯეროდა იმისი ბარიკადებზეც ერთად იქნებით. ყველა ერთად. ძალიან დიდი მადლობა და მადლობა ინტერვიუსთვის და მოვედით მასპინძელთან. ჩვენ მიჩვეული ვართ რომ სტუმარი ყავს და მე მგონი ზურა სტუმრები ვართ ჩვენ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.